Am event-ის დაწყება მე მინდა წუთიერი დუმილით, ყველა მიცით უკვე რა დიდი ტრაგედია გადახვდა სამწუხაროდ გიორგი აღარ არის ჩვენთან ერთად, გიორგი ახალაიაზე ვსაუბრობ, ამიტომ გთხოვთ ერთი წუთიერი დუმილით დავიწყოთ ეს პრესკონფერენცია. მართლაც დიდი ტრაგედია, ძალიან მოგვაკლდა ეს მებრძოლი, ვფიქრობ ყველას მოაკლდა ეს ადამიანი და მთელი საქართველოსთვის ეს ამბავი ძალიან დიდი ტრაგედია. კიდევ ერთხელ მიუსამძიმრებ ყველას, ვინც გიორგის იცნობდა, მის ოჯახს უპირველეს ყოვლისა და როგორც თქვი, მთელი გამას ოჯახისთვისაც დიდი დანაკარგია. განვაგრძოთ ჩვენი პრესკონფერენცია. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს მაყურებელს, ვინც ჩვენი ერთგულია, თვალს გვადევნებს. აზრი არა აქვს, ეს ლიდერბეთის პლატფორმაზე ხდება, გამა TV-ზე ხდება, თუ YouTube-ზე მოგდევთ. დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს. გთხოვთ აპლოდისმენტები დაუთმოთ ყველა იმ ხალხს, ვის მოსაწონადაც ამ ყველაფერს ვაკეთებთ. ასევე მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო ჩვენს გენერალურ სპონსორს, კომპანია LeaderBets. ასეთი მაგარი საღამო თქვენს გარეშე ვერ ჩატარდებოდა. ასევე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს ახლად შეძენილ მხარდამჭერს, კომპანია Premium Leasings. თუ შეარჩიე მანქანა და ფული გაკლდება, ან თუ უკვე გყავს ავტომობილი და უბრალოდ ჭირდება ფული, გამაში ჩხუბი რო არ მოგიწიოს, ორივე შემთხვევაში PLG დაგაფინანსებს. PLG უკონკურენტო არჩევანია. ასევე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს უკვე დიდი ხანია მხარდამჭერს, კომპანია Valhalla-ს, უпростоრად Valhalla-ს წარმოადგენს კომპანია კანტით. ყველას სპორტსმენებს ნაკლებად გეხებათ, მაყურებელებს მოგმართავთ. არ დავიშალოთ არსად Valhalla-სგან, Valhalla-ს შოთიგველის გამაბარში. აპლოდისმენტები ჩვენს მხარდამჭერებს. მაშასე ბრძოლებისთვის მზად ხართ! ბრძოლების წარდგენისთვის ბრძოლები სულ მალე 29 მარტს. თუმცა დღეს გავიცნოთ ბიჭები 11 უმაგრესი ბრძოლა გველის. ჩვენი შემდეგი ივენთის სახელია Inglorious Bastards და მე დიდი სიამაყით მინდა პირველი წყვილი წარვადგინო. ეს იქნება 60 კილოგრამ კატეგორიაში ბრძოლა და მებრძოლი თეთრ კუთხეში გიორგი გეგეჭკორი. მოგესალმებით ყველას. გიორგი მოიწიეთ შემსკენ ახლოს. მე მინდა შენი მეტოქეს წარვადგინო, ნიკა ელაშვილი. გელაშვილი, ნიკა გელაშვილი, დიდი ბოდიში ნიკა ეთქმა რო ვიწერდი გდა მოვიწყდა. კი ბატონო, ბიჭებო, გაეცანით ჩვენს მაყურებელს, შენი დავიწყებ გიორგი, რას აპირებ, რა გეგმები გაქვს ზოგადად ცხოვრებაზე და რა თქმა უნდა გამაში. მოგესალმებით ყველას, მე ვარ გიორგი გეგეჭკური,
21 წლის, არა, ბოდიში 22 წლის. დავდივართ 11 წელია კლუბზე, მაგ დიდი გამოცდილება და გამას მაყურებლებს და ვიცი, ყველას ვანახებ დიდ სანახაობას აქ. ვიცი. ყველანაირად ვეცდები, რომ ყველანაირად. ვიცი, რა შეეცდები? კაი ბრძოლა რა, სისხლის სანახაობა ყველაფერი ვაფშე. ჩემ მეტოქეს კიდე რა შეეხება, გისურვებ წარმატებას, ბრატ, მაგრამ ჩემნაირი მეტოქე, ბრატ, შენ რამდენი ხანიცა დადიხარ, არ შეგხვდებოდა ვაფშე, ბრატ. წარმატებას გისურვებ კიდევ ერთხელ. რა ვიცი, ყველაფერს აუკეთესებს, ბრატ. მადლობა. გადავიდეთ შენს მეტოქეზე. წარგვიდგინე შენი თავი. ჩვენს მაყურებელს შევახსენებთ, რომ ორივე სპორტსმენი გამას რინგზე არიან დებიუტანტები და დღეს გაგვეცნობიან და 29-ში უკვე ჩხუბითაც გაგვეცნობიან. მოგესალმებით, სანამ ჩემ თავს გადაცნობთ, მინდა ორივე სიტყვით თქვა წინადრეებში მომხდარა ტრაგედიასთან დაკავშირებით. გარდაიცვალა გიორგი ახალაია, ჩვენი გუნდის ძალიან ახლო წევრი და მინდა ჩემი გუნდის სახელით მიუსამძიმრო მის ოჯახს, გამას და მთლიანად საქართველოს. რაც შეეხება ჩემ დანარჩენ სათქმელს, მე ვარ ნიკოლოზ გელაშვილი, 18 წლის მოკრივე ბორჯომიდან. კრივზე ვარჯიშობ 4 წელია, დავიწყე ვარჯიში ბორჯომში გიორგი ჯეიანაშვილთან, ეხლა ვარჯიშს ვაგრძელებ ლევან ციკლაურთან. ვარ ძალიან მაგარ ფორმაში, მაქსიმალურად ემზადებოდით ამ ორ ბრძოლისთვის და ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება რა და ისეთ ბრძოლას შემოგთავაზებთ, როგორც ვემზადებოდი და როგორც ვემზადებოდი რა. რაც შეეხება ჩემს მეტოქეს, პატივს გცემ, ვაფასებ იმას, რომ ჩემთან ერთად იზიარებ რინგს და 29-ში გისურვებ უწრავო ორთაბრძოლას. შესანიშნავი ბიჭებო. რა მე მგონი სათქმელი აღარაფერი დარჩა. ჩვენს მაყურებელს თუ არა აქვს შეკითხვები, გთხოვთ დაუპირისპიროთ ბიჭები ერთმანეთს. მიკროფონები გადაეცით უკან და პირისპირ გიორგი გეგეჭკოვი, ნიკა გელაშვილი კამერებისკენ აპლოდისმენტები მებრძოლებს. შესანიშნავი. გადავიდეთ შემდეგ წყვილზე. მეორე წყვილი აქ არ გვახლია, გიორგი ბერიძე და ნიკა იუდოვი, სპორტსმენები არ არიან თბილისიდან, ბერიძე ბათუმიდან არის და იუდოვი გორიდან, ამიტომ უბრალოდ ვიტყვი რომ იუდოს არაერთი ბრძოლა აქვს უკვე ამ რინგზე ჩატარებული, გიორგი ბერიძე კი დებიუტანტი იქნება. მე ვფიქრობ რომ მიუხედავად იმისა რომ ბიჭები დღეს აქ არ არიან 29-ში ძალიან მაგარ ბრძოლას შემოგთავაზებენ. თუმცა დიდხანს ნუ გავჩერდებით და გადავიდეთ მესამე ბრძოლაზე. ეს იქნება ბრძოლა 65 კილოგრამ კატეგორიაში და თორნიკე ციკლაური ჯერ კიდე გზაშია? ჩამოვალო. თორნიკე იმედია რომ თბილისის პროფკები 29-ში ბრძოლაზე არ შეგიშლის მოსვლას. თუმცა მე დიდი სიამაყით შენს მეტოქეს დაუძახებ აქ. ალექს ჩერვალიძე. მოგესალმებით. ალექს, ეს ბრძოლა მოხდება შიშველ მუშტებზე. თორნიკე გამორჩეულია თავისი მოუმზადებლობით და ამავე დროს მებრძოლი სულით. შენც ასევე ხარ გამორჩეული მოუმზადებლობით და მებრძოლი სულით. ორივეს რამდენადაც არასასიამოვნო უნდა იყოს, ფაქტია, უარყოფითი რეკორდი გაქვთ გამაში და რას ფიქრობ? ეს ბრძოლა შენ რეკორდს გააუმჯობესებს თუ შენს მეტოქისას? ნუ ჩემ რეკორდს გააუმჯობესებს და რავი, არაფერს არ ვიტყვი, რა უბრალოდ ვიტყვი, რომ თორნიკე იმედია მოვა 29-ში და იბრძოლებს რა, დანარჩენს რინგზე ვნახავთ კიდე. როგორი მომზადებული ვარ და როგორი მომზადებელი ვარ ძმაო. ანუ ეხლა მოემზადე. მაგას 29-ში ვნახავთ. წონაში როგორ ხარ?
შვენიურად იდეალურად. უკვე წონაში ვზივარ. ძალიან ადრე ჩახვარ ჩაცეკია ხო? 65 კილო ყოველთვის მიჭირავს რა. ანუ 60-ში ვჩხუბობდი ხოლმე და მანდ ვერ ჩამოდეთ თორე 65 არ არის პრობლემა. კი ბატონო. ოკეი. ანუ როგორ ფიქრობ ეს ბრძოლა დიდხანს გასტანს 3-ვე რაუნდს, ან შეიძლება რავი, ხო იცი როგორ მიყვარს ჩემ ფეტიშია მე-4 რაუნდი. თუ დროზე ადრე დაამთავრებთ და როგორც თორნიკეს სიტყვებს გავიმეორებ, სადმე პაკრიშკებზე ჩამოდებს რომელიმე თავს. ნუ მე პირადად არ ჩამოვდებ, მაგრამ ვფიქრობ მეორე რაუნდში რა, პირველი რაუნდი ცოტას მოვეფერები და მეორე რაუნდში უკვე თვითონ ჩამოდებს პაკრიშკებზე თავს, ასე ვფიქრობ მე. გაიგე თორნიკე? შესანიშნავი. ძალიან კარგი. თორნიკე აქ არის ალექს ჩერვალიძე მეგობრებო. წაიფლექსავე ცოტა რა მორცხოთ ხარ. გადავიდეთ შემდეგ წყვილზე. ასევე 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ამ ვაშკაცს გამას რინგზე აქვს უკვე ბრძოლა ჩატარებული. დებიუტშივე შიშველი მუშტებით შეუტია და დაამარცხა ძალიან სერიოზული მეტოქე. და ამ კაცის სახელია დავით მუშკუდიანი. მოგესალმებით. გამარჯობა დავით. დავითის მეტოქეა. აქეთ რო გადმოინაცლო. ნიკა ბერსერკერ ბარსეგიანი. და დავით კოშმარი. მუშკუდიანი. შესანიშნავი. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. კარგწულას გისურვებთ ყველას, წარმატებულს და სანახაობებს. მე ვარ ნიკა ბარსეგიანი, თელავიდან, ნაფარეულიდან და ვიბრძვი გამას რინგზე. რა ჩემთვის აი რავი როგორ გითხრათ რა? აი ვერ გამოვთქვა რა, ისეთი დიდი სიამოვნებაა ჩემთვის ჩხუბის. აი ჩხუბობ რა. და მე აგერ ხვალე კი არა ჩვენ ჩხუბის დღეს იდა ჩხუბ შემოგთავაზებ წინა ჩხუბიდან გამომდინარე არავინ არ იფიქროს რომ ნიკა ბარსეგიანს ჩხუბი არ შეუძლია და რომ გავჩერდი ნუ ჩემი პრობლემები მქონდა მაგით რომ გავჩერდი და ვერ ვიყავი ხოძე ის გამოც ვიყავი მაგას მნიშვნელობა არ აქვს მაგრამ მე შენ ძმაო ისეთ ბრძოლას შემოგთავაზებ 29-ში რომ ორივენი ნასიამოვნებელი დავჩერდი ძალიან კარგი დანარჩენი მე ბევრი არაფერი არ მაქვს ლაპარაკო წარმატებულს გისურვებ როგორც ცხოვრებაში ისე სპორტში დავით შენ რას გვეტყვი დიდი ხანი გავიდა იმის მერე რაც შენ ბრძოლა ჩაატარე ამ საბურავებში და სხვათა შორის ნიკამ დებიუტი შენზე გვიან ჩაატარა თუმცა 4 ბრძოლა მოასწრო მის მერე მოგვიყევი სად იყავი რატო გვანატრებდი ასე ძალიან თავს და რას აპირებ ნიკასთან ბრძოლაში მოგესალმებით პირველ რიგში სანამ ჩემს უმზადებაზე და ჩემს სად ვიყავი დაკარგული მაგას დავიწყებ მინდა გიორგი ახალაიას ოჯახს მიუსამძიმრო გიორგის პირადად არ ვიცნობდი მაგრამ ვიცი რა კარგი ადამიანიც იყო ის და რა კარგი სპორტსმენი და ყველაფერი კარგი რა ნათელში იყოს მის სული ახლა რაც შეეხება ჩემს უმზადებას უმზადებოდი ლევან გუდიან ციკლაურთან სადაც გავიარე ძალიან კარგი მომზადება და კარგ ფორმაში ვარ რა მინდა ნიკას უთხრა ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ბრძოლა დააზღვია ჩემი პირველი მეტოქე ჩამეხსნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო უსურვებ მალე გამოჯანმრთელდეს იგი და დიდი პატივისცემაში ჩემგან ძმაო ენაცვალე გულში ჩემი პირველი ბრძოლა დაახლოებით 1 წლის წინ ჩავატარე გამას რინგზე და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე მაგით ძალიან მაგარ მებრძოლთან ავთო ოჯახიშვილთან და მინდა აქედან უსურვო მას წარმატებები თავის საქმეში და ყველაფერში საერთოდ ახო რატო ვერ ვიჩხუბეს 1 წელი იმიტომ რომ გავიწვიე ჯარში რის გამოც ძალიან კატეხილში ვიყავი და ხო რა ახლაც ჯარში ვარ მაგრამ ვახერხებ რაღაცნაირად ვაჯის და მომზადებას
29-ად, რავი, ძალიან სანახაობრივ ბრძოლაში მოგთავაზებთ და 29-ად შევალ რინგზე და გავაკეთებ ჩემ გასაკეთებელს. და ხო, ყველა წარმატებებს უსურვებ საერთოდ, ყველა მებრძოლს. აი ხარ ჯიგარო. ერთ რამეს ვიტყვი რა თუ შეიძლება. აი ჯარში წასვლაც მაო მე დედის ერთა ვარ და ჩემი ნები წავედი ჯარში მაო და ეს პირიქით ხოლმე ხარ. აი ჯარში რავი ჩემი განმსახედიდან გავამდინარე ყველა ქართველი და ყველა თავის ქვეყნის მოყვარული ადამიანი და ვისაც ქვეყანა უყვარს ის ერთ წელიწადი უნდა მოიხატოს ეს ჩემი განმსახედი გასატეხი არ არის მე მინდა რომ გითხრა დანარჩენი არაფერი ხო არა იმიტომ გამოწვევით ბრძოლას ვახერხებდით თორე ჩემ სამსულოს თორე ემსახურები ის ერთ წელიწადი ეს დასაფასებელია სხვა არაფერს არ ვიტყვი მე აი ეს ჩემთვის იყო ეს დიდი პატივი ის ერთ წელიწადი რომ მოვიხადე და ემსახურე ჩემ ქვეყანას დანარჩენი ეგა მაგით არ დამწყვეტე ეგულიკას უბრალოდ ბრძოლას რომ ვახერხებდი მაგით დამწყვეტ თორე ძალიან დიდი სიამოვნებით ვემსახურები ჩემ სამშობლოს და ვემსახურები კიდე დიდი ხანი რა რა თქმა უნდა ბიჭებო ჩემთვის პირადად ეს ბრძოლა ინტერესს წარმოადგენს მაგიტომაც დავთანხმდი როცა ნიკას ძალიან საინტერესო მეტოქე ჩაეხსნა სხვათა შორის ნიკას მე ბოდიშით შემეშალა დავიც და ნიკამ დააზღვია ეს ბრძოლა, რაზეც მეც მადლობას გადაგიხდი. სტილისტიკური დაჯახებაა რეალურად, იმიტომ რომ დავით ჩვევია ძალიან ისეთი ელვისებრი გადაადგილება, კარგი კრივი, კლასიკური. ნიკა კი ქაოსს დგავს რინგზე და ნუ აი ქუჩური მოშტი კრივი, რასაც ქვია, შენ ხარ ამის სახე. ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესო იქნება თუ რა გასტანს და მე მაინტერესებს შენ თუ დახვეწე კრივი, იმიტომ რომ პირობა მომეცი და მე მაინტერესებს შენ თუ დახვეწე კლინჩი. პირობა არ მოგიცია, просто მაინტერესებს. მე რა შემიძლია გითხრათ, მე ტექნიკაზე მუშაობდი, მაგრამ როცა არა ვარ სპორტსმენ ადამიანთან არ დავდგები იმ თავის ანუ ტექნიკით რა. მე ისევ ქუჩურად დაუპირისპირდი, რომ ტექნიკაც მექნება რა, მაგრამ არ დაუდგები თავის გალიაში რა, თავის კუთხეში როგორც თვითონ აქ ნასწავლი და მე რაც შემიძლია და რაც ის გაკეთება შემიძლია, ქუჩური. ისე დაგიდგები ძმაო და დარწმუნებული ვარ შენც გაცლებში ბოლომდე მომყვები. რა თქმა უნდა, იგეთი ბიჭი ხარ, რომ გაცლებში რომ მოვალ, გაცლებში დამხვდები და დანარჩენს კიდე რინგზე ვნახოთ რა. მე იმენა მაგარ ჟილკი თავთან ძალიან გაბრაზებული ვარ. 2-0-ზე ვიყავი და 2 წაგება მაქვს იმის მერე და მე რევანშის წაგება მინდა ხაბალასთან პირველ რიგში. ერე იანკოშვილთანაც, მაგრამ მაგამდე დიდი გზა მაქვს გასავლელი და მე ამ გზას გავივლი, უეჭველი გავივლი ამ გზას. და არ აქვს მნიშვნელობა. ჩემი ეს გზა ვინ იქნება, ანუ ვინ დამხვდება ამ გზაზე, შენ იქნები, სხვა იქნება თუ ნებისმიერი ვაჟკაცი ბიჭი, მებრძოლი სპორტსმენი, ვინც უნდა იყოს, მე ეს უნდა გავიარო, რომ დაუპირისპირდე ყველას იმ გზაზე, რომ მე იმ ბიჭებთან მივახციო და იმ ბიჭებთან რევანში დავემსახურე. მე ესე უყურებ ჯიგარო. დანარჩენი მე შენ წარმატებას გისურვებ, მე შენთან პირადული არაფერი არ მაქვს, მაგრამ რინგზე ნამდვილი ომი გვექნება, უეჭველი იცოდე წინაჩხუბზე რო გავჩერდი, მასეთი რამე არ მოხდება და მერწმუნე და დანარჩენი მე რაც მგონია, ჩვენ ჩხუბში 3 რაუნდი უნდა გავტანოთ ორივემ და ნამდვილი ომი უნდა გქონდეს ამ 3 რაუნდში. შეიძლება მე-4 მე-5 რაუნდის დამატებას დაგჭირდეს. ახოთ. და ჩვენ კლინჩზე რა სიტყვი და როგორ ნუ მოვიყევი რა ნიკას ჩხუბები ნანახი ექნება დიდი ალბათობით და რას დაუპირისპირებ ნახე ერთ ჩხუბიც ვერ ნახე შენ კლინცე რავი ბევრს არ ვარჯიშობდი ამ კლინცე რა მე მეგონა ჩემი წინა მეტოქი ვინც არის ვინც იყო უფრო სწორად ვინც ჩამეხსნა იმან იცოდა ძალიან კარგად კრივი და თითქოს და ჩემ სტილში ჯდებოდა რა და კლინცს არ ვაქცევდი ძალიან დიდ ყურადღებას მაგრამ რაც ჩამეხსნა იმის მერე დიდი ხანი არ გასულა მაგრამ მოემზადე რა შეძლებს და გვარად მაგ კლინცზე და თუ კლინჩი წავიდა ამ რინგზე წავა ясно
ძალიან დამორწმუნდა მე გასვლებში ვაპირებ მუშაობას და ძალიან კარგი. დამიდგები კლინჩიც მოყვებ. მე გასვლებში ვაპირებ მუშაობას. ხო და რავი, შენ რო იძახდი რევანშების აღებას, მაგაში წარმატებებს გისურვებ. მაგრამ რავი, ხვალე გეუბნები რომ 2-3-ზე გექნება რა. წაგივა გექნება სამწუხაროდ რა. ნახოთ. წარმატებებს გისურვებ, მაგრამ რა ვქნა. ხვალ დღეში ნაკლებად გექნება წარმატება. რავი, მეტი რა გითხრათ. მეტი სათქმელიც არაფერი აღარ დამრჩა. ჩემ მომზადებას დიდი არაფერი არა საინტერესო ჩემ მომზადებაში და რავი და ეგ იყო რის თქმაც მინდოდა. შესანიშნავი. კარგი, კითხვები გვაქვს? კითხვა. მოგესალმებით. ბიჭებო, იცოდით რომ 29-ში ჩხუბი გაქვთ? დარწმუნებული ვარ, რომ ჩემგან გაიგეთოს ყველაფერი. ალბათ გაინტერესებთ ვინ ვარ, ხო? მე ვარ ნინი ზერეკიძე, თქვენ ჩხუბებს სულ ვუყურებდი ხოლმე და ახლა სულ აქ ვიქნები. თქვენ და სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ. რა მნიშვნელობა აქვს, მე ხომ მიხარია. всё. ალო. всё. იცოდით ხო 29-ში ჩხუბი გაქვთ? ი გამიგია რაღაც. კარგი, შესანიშნავი. კიდე ხო არ არის კითხვები? შესანიშნავი, დავაბრუნოთ მიკროფონები და დავუპირისპიროთ ბიჭები ერთმანეთს. დავით მუშკუდიანი, ნიკა ბარსეგიანი. კამერებისკენ ბიჭებო. აპლოდისმენტები მებრძოლებს. შესანიშნავი. გადავიდეთ შემდეგ ბრძოლაზე. ეს იქნება მეხუთე წყვილი, ეს დაპირისპირება გველის 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში და პირველი მებრძოლი ლადო ვანიშვილი. აპლოდისმენტები. მოგესალმებით ყველას. ლადოს დაუპირისპირდება საბა ბუცხრიკიძე. კონჯო. ეგრევე კითხვით დავიწყებ. საბა, ფაქტიურად შენ გამოიწვიე ლადო. ფაქტიურად გამოწვევა იყო ეს. ფაქტიურად რა? ხო, გამოწვევა იყო, სხვა არაფერი. და შენ ასეთი კითხვა დასვი, რომ ასე მაღლა რატო არ რეიტინგებშიო? რა ხდებაო? ანუ რამე არასწორი განლაგება გონია რეიტინგების თუ უბრალოდ შენ ფიქრობ რომ შენ უნდა იყო მის ადგილზე? ეგრე ესე თქვა გადაჭრით არ მეთქვია რომ არ იმსახურება ჩემზე მაღალყოფას უბრალოდ ანუ ესე ეკრანი და ვერ ხვდებოდი ანუ რაღაც ესე თქვა ჩუები ქონა ჩატარებული სადაც მომოტეხა რაღაც მოწინააღმდეგეს თან ისეთი ტექნიკას აუჩვან და როგორცაც ასე თქვა ესე ვატყობდიო დაუშვათ კარგი ტექნიკა ქონდა თქო ვერ ვიტყოდი ესე თქვა და ანუ და მაგრამ აქედან გამომდინარე ფიქრობდი რომ ვიმსახურებდი მასზე მაღლა რეიტინგში ყოფნას და ამის გამო გამოვიწვიოთ ვიმსახურებ თუ არა ამას 29-ში ვნახავთ ლადო შენ რა სიტყვი ზოგადად ჩემი მოწოდება ყველა გამოწვევის შეჭმა რა ხო და ამ გამოწვევასაც შევჭამ გემრიელს ჩემთვის ეს საინტერესო დაპირისპირება იქნება ვინაიდან ანთროპომეტრიითაც ჩხუბის სტილითაც ძალიან მსგავსად მიყავთ თქვენ ბრძოლა და მით უმეტეს ბოლოს სპარინგებზე იყო მოსული შენი მეტოქე ჩვენთან წინა შაბათს ხო და საკმაოდ კარგი სპარინგი ჩაატარა ძალიან მე დავინახე დიდი პროგრესი მის კრივში მუშტი კრივში არა უშუალოდ კრივში სხვათა შორის და რავი თქვენ რას ფიქრობთ ანუ რა შანსებია როგორი სურათი გველის და ეს იქნება რაღაც კლასიკური კრივი ეს თქვენი ასე ვთქვათ გრძელ საყვარელ დისტანციაზე ბრძოლა თუ სასტიკი გაცვლები კლინჩი საბურავებზე ერთმანეთის სახეებით ხოხიალი და ასე შემდეგ რა სურათს ველოდო მე პირადად ეგ ჩემი აზრით შემოწინააღმდეგეზეა დამოკიდებული როგორ შემოვა დაამყვება ყველა სპორტსმენის მომზადებას პატივს ვცემ მიყვარს ვირსეული მოწინააღმდეგეები საბაც კაი ბიჭია რაც უყურე მაგის ჩხუბებს კარგ ჩხუბს ველი საბასგან
და მაგარი ჭუბი იქნება ძალიან და წინა ივენთის შეცდომას არ გავიმეორებ რა. თუ რაღაცა გინდა უნდა მოიპოვო და მე აქ ჩემით გადავწყვიტავ და ჩემი მარჯვენით ჩემს გამარჯვებას და ვერავინ ვეღარ გადამიწყვიტავს მაგას. აჰა, ანუ ეს ჰინტი იყო იმაზე, რომ დროზე ადრე დამთავრდება ბრძოლა. რა თქმა უნდა, კი. ოკეი, საბა. მეც სამი რაუნდი მინდოდა ჩხუბი, მაგრამ ანუ როგორც ჩანს, ანუ შეჭვით მემუქრებოდა, აქედან გამომდინარე, მეც ჩემი მომზადებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ბოლომდე არ მივიყვანს. მე არ გემუქრები, არავის არ ვემუქრები. მე ვამბობ და ვაკეთებ. მე მაინტერესებს კრივში დიდი პროგრესი დავინახე ნახდათ სპარინგებზე. მანამდე რა ბრძოლაც გინახებია, ნუ რამოდენიმე თავით გაზრდილი იყავი, მით უმეტეს კაი მოკრივე შეგხვდა, ვისთანაც ნუ ძალიან კარგი გამოავლინე შენი კრივის სკოლა. ოდნავ მეტი რომ მითხრა, სად დახვეწე შენი კრივი და მუშტი კრივი თუ დახვეწე, ეგეც მაინტერესებს. ანუ კრივეს უბრალოდ პროგრესი იმიტომ ჩანს, რომ ანუ თავიდან პირველ ბრძოლებში არ მქონდა საკმარისი დრო რინგზე გატარებული, ასე ვთქვათ. და ეს პროგრესი რაც ჩანს, თუო არ არის, ის თქვა ის პროგრესი რაც რეალურად მაქვს, ანუ წინა ბრძოლაშიც გახსნილი არ ვიყავ ბოლომდე და ვერ ვანახე რეალურად და შემდგია. წინა სპარინგებზეც რახან 29-ში ჩხუბი მქონდა ბოლომდე არ დავიხარჯე და ვფიქრობ, რომ უფრო მეტი შემიძლია და რაც შეეხება ჩემი კრივის განვითარებას, ნუ ძირითადად გიორგი კანკავასთან ვარჯიშობ. მას ეკუთვნის ასე ვთქვათ, ის რაც ვიცი დღეს, ასევე ლევან ციკლაურის მეხმარებოდა კონკრეტულად ამ კემპში და მადლობა მას ამისთვის ორივე მწვრთნელს. და რა ვიცი, აქედან გამომდინარე, ვთვლი რომ ჯერჯერობით არ მინახებია ყველაფერი რაც ვიცი, ასე ვთქვათ. და ის პროგრესი უბრალოდ ჩემი აზრით ნახევარი შესაძლებელია ჩემი თავის. შესანიშნავი. ანუ მე მგონი ყველაფერი გავიგეთ, რა და როგორ მოხდება. ნოკაუტს უნდა ველოდოთ ამ ბრძოლაში, ორივე ბიჭი ერთმანეთს პირდება დროზე ადრე დამთავრებას ბრძოლის. ვინმეს რაიმე კითხვები ხო არ გვაქვს? კიდე არის ერთი კითხვა აგერ. ბატონ საბასთან მაქვს კითხვა. თქვენთან. თქვენ გარკვეთ. რა ქვია? ლადო. ლადოსთან, დიახ. ბატონო ლადო, თქვენი აზრით გრძელთმიან მეტოქეს თქვენზე 1/11 სისუსტე აქვს? ასე თმებში რომ დაიჭერდა, აი რა სიტყვით? შეიძლება არ ვიცი. ნახოთ ვწდი და. კაი. ათმით თრევა არ მასულა ჩვენთან. კეთილი. კარგი, მეტი კითხვა თუ არ გვაქვს? დააბრუნოთ მიკროფონები და დაუპირისპიროთ ბიჭები ერთმანეთს. ლადო! ვანიშვილი! საბა! ბუცხრიკიძე! კამერებისკენ ბიჭებო. კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები ჩვენს მებრძოლებს. მაშასე გადავიდეთ მეექვსე დაპირისპირებაზე, რომელიც ჩატარდება 93 კილოგრამ წონით კატეგორიაში. და მე ვიხმობ მებრძოლს თეთრ კუთხეში გიორგი კვირიკაშვილი. გიორგი დაუპირისპირდება ნიკა კრეიზი ბოკელავაძეს. გამარჯობა ბიჭებო. მოგესალმებით. მაყურებელს მინდა წავუდგინო ჩვენი მებრძოლები. ნიკა ბევრს დაგამახსოვრდებოდათ გამა გრინჩიდან, ძალიან დამაჯერებელი მოგება გამობრთხნა მეტოქეს ხელიდან და პირველივე რაუნდში მე მგონი ეკვატორს არც გადაცელილი ნოკაუტით დაამთავრა. გიორგი კვირიკაშვილი მისი მეტოქე გამას რინგზე დებიუტანტია, თუმცა ბიჭებს აქვთ უკვე ერთმანეთთან პატარა ბრძოლის არა სპარინგის გამოცდილება.
აბა გიორგი მოდი შენ დავიწყებ გაგვეცანი ჩვენს მაყურებელს გაეცანი უბრალოდ ყოველისა ჩვენ კი გიცნობთ მაგრამ მაყურებელი არის მოგესალმებით პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო ორგანიზაციას რომ აი აქ დგომის საშუალება მომცადა აი ამ ადამიანთან დაპირისპირების საშუალება მე ვარ მოკრივე 6 თვეა ვემზადები ლევან ციკლაურთან ძალიან დიდი შრომა ჩავდე რომ აი აქ მოსულიყავი და ჩემი შესაძლებლობები წარმომედგინა როგორც გიორგი მithქვა მაესტრომ ნიკასთან ერთი ბრძოლა უკვე ჩავატარე დაახლოებით 4 თვის წინ და რომ ასე ვთქვათ დაუხვეზე გეტყობა კი ცხვირზე ნამდვილად მეტყობა და ამაზე ერთ კვირაში მოგთხოვას რინგზე არ დაგეძინოს წყნარად იყავ მე არ დამეძინება ვნახოთ რა მოხდება და ისედაც არ გვინდა ეს წარმატებებს გისურვებ მეგობარო წინასწარ არც მქონდა განზრახული შენთან ეგეთი ლაპარაკი ისედაც იცის ყველამ რომ რინგზე ერთმანეთის დასახოცად გამოვდივართ და არც დავმალავ არავისგან ამას როცა რინგზე შემოვალ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ გაგთიშო ცხვირი ჩემნაირად შეგილამაზო ბევრი ტრავმა ბევრი არის და პარკტორი რინგზე გადაგკეცავისო მაგასაც ნახავთ რა მოხდება ამ ბრძოლისთვის მართლა ძალიან კარგად ვემზადებოდი მართალია მოკლე დროის განმავლობაში ვემზადებოდი მაგრამ ლევან ციკლაურმა ჩემს მომზადებაში იმდენი შრომა ჩადო რომ მადლობას ვუხდი ლევანს ამისთვის დანარჩენს რინგზე ვიხილავთ მე ყველაფერს ვიზავრო დაგაძინო რინგს ხოროში ვერ გავიგე მე ყველაფერს ვიზავრო დაგაძინო რინგს გინა ეხავე დავიწყოთ არა ეხლა არ გინდათ არა მე ვერ გაგაშველებთ просто ეხა ნოკაუტის ბონუს ვერ ავიღებ ეხა ვაფშე ვერანაირად ხო და მეგობარო რინგში კი ვართ მაგრამ რინგს გარეთ ჩხუბად ჩაითვლება ნიკა ამიტომ დღეს ლაპარაკით შემოვიფარგლოთ ნიკა შენც ყველამა ბევრი გიცნობს მაგრამ ყველა ხო არ გიცნობს ამიტომ წარადგინე შენი თავი სადელზადებოდი როგორ და რას აპირებ მოგესალმებით, მე ვარ გამასმებრძოლი ნიკოლოზ ბოკედავოძე, ვინც გამოსვლას ადვენებს უკვე კარგად გამიცნო. ჩემი ბრძოლას ყველამ ნახა. ეხლა მზადება ჩემო უფრო ბევრად კარგად ჩაიარა, იმიტომ რომ ძალიან კაი ტრენერთან მზადები ეხლა. სპარინგ პარტნიორების კი ვეღარ მიქაჩამე და რავი ამას ამხელა წარმოდგენები და აბიცები საიდან აქვს. აზე არა ვარ მithumetet ჩვენი ბრძოლის. ჩვენი წინა ბრძოლიდან. რომელი წინა ბრძოლიდან? პირველი ბრძოლიდან ჩვენი. გინდა გაყურებინო მაგ ბრძოლას? ბრძოლის ვიდეო მეც მაქვს. აკას ორი საათი შენ სიცხებს ასე ვიწმინდავდი მაგ ბრძოლის მე. იქნებ შენი იყო. მოკლედ ეს ვიტყვი რომ 29-მდე ვეღარ ვითმენ, რომ აი დაუპირისპირდე. მე ვერ ვითმენ. და ესე გადავიკეთ სოლიდარობის ბონუსი და ესე გავიდე რინგიდან. რომელ ბონუსზე? ნუ როგორც მივხვდი გიორგის პრეტენზია აქვს ნოკაუტის ბონუსზე და შენ რომელ ბონუსზე გაქვს პრეტენზია? მე Leader of the Night-ის მირჩევნია, რა თქმა უნდა უფრო მაღალი კუშია, მაგრამ იმას სამწუხაროდ ვერ ავიღებ, იმიტომ ამას მალევე დავაძინებ. ასე რომ ნოკაუტის ბონუსსაც დავჯერდები. აი იმედი მაქვს კარგად მოემზადე რომ რამოდენიმე წამშივე რამე არ მოხდეს და აი იმედიც მაქვს რომ ისევე აი კი ვიცი რომ პირველ რაუნდში ვერ მოვჩები მაგრამ გამიხარდება კიდევაც მეორე რაუნდში თუ გადავედი და მაყურებელს უფრო ვანახებ ჩემ მომზადებას რე მაქვს გავლილი ეხა არ მინდა რომ მართლა რამოდენიმე წამში დავაძინო ამიტომაც არ მგონია ეგრევე შევუტიო ცოტას დავაცრე აი მაინტერესებს რა მოემზადა ეგეთ ესეთი ამბიციები რომ წამოვიდა და ენა მოვიდგა ბიჭო აი ზაქადე ძაატყნად ვიცნობდი და აი ცოტას დაგაცდი ნახავ რაღაცა და მე შეგიტევ უცებ კარგი ყველაფერი კარგი, მაგრამ ერთადერთი ჩემს მეტოქეზე რისი თქმაც მინდა, ანუ შენს წინა ბრძოლაზე მართლა კარგი ბრძოლა იყო. იმ ხრივ რომ შენი გამძლეობა და ძლიერი დარტყმები წარმოაჩინე. ვერ ვიტყვი რომ ბოქსის სტილი გაქვს, მეთქი რამე ტექნიკა საერთოდ. მაგრამ გამძლეობა და რკინის ყბა ნამდვილად გაქვს, მაგრამ მეგობარო მაგ ყბასაც გაფრთხილება უნდა. ნახავთ. ოკეი, მე შეიძლება უკვე უყურებ და მოდი face to face გავაკეთებინე თორე. ბატონო, რა ვიქნებ კითხვები აქვთ? კითხვები თუ საზოგადოებას. ისე. გამარჯობათ ბიჭებო, წარმატებებს გისურვებთ ორივეს ბრძოლაში. არც ეს არ გიცნობთ, არავისთან არ მეგობრობთ თქვენიდან. უბრალოდ ერთი მაინტერესებს რა, რამდენხნიანი გამოცდილება გაქვთ ან ერთს ან მეორეს? მე ვაფშე და სხვა სპორტში ვიყავი, რაგბისტი ვიყავი, 8 წელი რაგბის თამაშობდი, შემდეგ კრაუჩედერიც ვიყავი, საკმაოდ კაი მიღწევები მაქვს, მაგრამ ამ სპორტში მე გადმოვედი დაახლოებით ნოემბერში დავიწყე. კარგ ბოქსზეც არ მქონდა ნავარი, მე რომაში ვხვდი და საკმაოდ კარგად ჩავატარე ეგ ბრძოლა. იმის მერე უკვე მე ტექნიკურადაც დავიხვეწე, მაგრამ ყველგან კარგად იცის, ეხლა ეს
ბოქსი აქ ვერ უშველის ადამიანს, იმიტომ წინა ბრძოლა მე 35 წლის ბოქსერთან ჩავატარე, რომელიც საკაი კრივს ფრობდა, მე კიდე ყველა ნახავდით ბოქსის ერთი დატყვაც არ გამომიყენებია, ქუჩურად ორთაჭარაში ნასწავი ჩხუბით გავდი შეზავაძინე და ეხა მით უმეტეს ეხა როგორ ბოქსზე და პირადი ტრენერი მყავს თან ერთ-ერთი საუკეთესო ლევან გეროვანი ისეთი რაღაცები შევისწავლე რავი იმენა და ედამოდენმე წამს დავაცილე ეგრევე არ გავთიშო გამოცდილებას რაც შეეხება მედანიკას დაახლოებით ერთი და იგივე გამოცდილება გვაქვს მე დაახლოებით ერთი და იგივე გამოცდილება რამოდენიმე წლის ძალიან ამბიციური გახდა ეს ბიჭი ხო იცი რომელი ერთი და იგივე რატო რამდენი ცოტა გაიდა მომზადება კაი ბიჭო მომის მომზადებაში რომელი მომზადებაში მედონები კონკრეტულად ის სამყაროს შენი ვიდეოები და ჩხუბში ასახე ერთი რაც ფერის გადაწევა და გადმოწევა ეს აიჩინებ და მიდიხარ რომ მოხდება ზემოდან მე მაგას მე გამიკეთე არის შენი უკეთესად ორი წუთი რა შენ მოვისმენ ამისას და მე გაეცემა დავაცდი მიდია გითხრას просто მეცინება ესეთ რაღაცებს ანუ დაახლოებით ერთი და იგივე გამოცდილება გვაქვს მე სხვა სპორტიდან ვარ გამოსული მაგრამ საკმაოდ კარგად გვაქვს დახვეწილი ყველაფერი როგორც ნიკა ამბობს ამბიციები არა შემართება მაქვს ისეთი რომ ეს ბიჭი უნდა დავაძინო აუ ბიჭო ეხლა ვერ დაგაძინებ მაგას თუ კიდე გაიმეორებ იცოდე და ეხლავე არ ვიდა როგორც მაინც გავიდე კაი კუშევ ჩხუბ ეხლა მე ამჩხუბს და ეხლა просто არ მინდა რომ ეხლა ვერ რაღაცა დავიწყო მოდი ეხლა მოვერე შენ მაქსიმუმ კარადბურში მომიგო შენ სიმაღლეს უყურებ და შეავია შენ არა დუხი მაგარი გაქვს შეუჩებ და კიდე მოდიხარ საჩხუბე და მით უმეტეს კამერების წინ საღოლს მაგარი დუხი გაქვს მაგრამ ისი მეძე მოდიხარ არ ვიცი პირველი ჩხუბს ატარებ გამაში და ისე მე რომ ხვდები საქართველოს წინ თუ მინდა შედაძინება ლაივში გადი და ესე დაეძინე სახში მაგასაც ვინახავთ და როგორც მაესტრო იტყოდა და აწირინგმა გაარკვიოს წარმატებები ორივეს შესანიშნავი კაი ხო შეკითხები არის კიდე არის კიდე იბატონო გამარჯობა მე მაინტერესებს თუ ბრძოლაში ერთი დარტყმის არჩევის უფლება გექნებათ რომელს აირჩევთ ოღონდ ორივესთან მაინტერესებს და რატომ ერთი დარტყმის უფლება თუ გექნებათ რომელი დაარტყას თუ რომელი მიიღოს რომელი დაარტყას და რომელს აირჩევთ და რატომ აი საბერკოტები და რაღაცეები როა აი აბა რომელ საპირებს შენ მაინც შენ მე ვერ მომატყავ მაგრამ შემთხვევაში შენ დაგითმობ ჯერს შემდეგ საერთოდ გითხრა თუ განახო რომელი არა თქვი უბრალოდ აი ესე დაუტრიდები და ბავშვი ეგრევე დაიძინე გადავკეცავ ეს ზუსტად იქონდა არჩევი სხვათა შორის სპარინგებზე აიცი რა ეგ მაგრამ მე დავახვედრე შენ ზუსტად იქონდა არჩეული მე სხვათა შორის დაბლ ბექ ფისტი დაგაცდი რავი ესე მოგიშვეს აუსთავზე შესანიშნავი კარგი კიდე არის კითხვები არ არის შესანიშნავი დავაბრუნოთ მიკროფონები წინასწარმეტყველებით არ წააყაროთ ახლა ერთმანეთს face to face გიორგი კულიკაშვილი ნიკა ბოგელაძე აპლოდისმენტები მებრძოლებს კაი იყო ტრეშტოკიც ესეთი უნდა შესანიშნავი კი ბატონო ახლა მე მინდა წარვადგინო ბრძოლა 60 კილოგრამში მოიცა ჯერ არაფერი არ წარადგინო გიო ჯერ მე მოვიდე 60 კილოგრამზე ეს ვინ დაგვიბრუნდა 60 კილოგრამზე რახან არის ლაპარაკი მე სად ვარ თუ არა აქ მოგესალმებით მეგობრებო გამარჯობა პიტ დაბრუნდა პიტბული გიო დაბრუნდა იმედია მოგენატრე ძალიან მოგვანატრე თავი პიტ ამისინები მქონდა დაბრუნდება და დაგვიბრუნდი და აგერ გამას რინგში დგეხარ ანუ 60 კილოგრამში ანუ 60 კილოგრამში თუ ვინმე არსებობს დღეს გამაში ლევან ციკლაური იქნება თუ ნებისმიერი მოკლედ რა კი წავიდა რაღაც ამბები მომივიდა მაგრამ
იმედია დაბრუნდება მაგასთანაც დიდი სიამოვნებით დაწყებული საქმე უნდა დავამთავრო ლევანისთან და ლევანამდე კიდე ბევრი არის ეხა ბიჭები არ მიწყენენ ბიჭებო წარმატებებს გისურვებთ ყველას ჩემთან ერთ-ერთი არ ჩხუბობთ და მაგიტო ხო და მოკლედ გიო 60 კილოგრამში თუ ვინმე არსებობს დღეს გამაში მე მზად ვარ მივიღო ნებისმიერი. მარტის კარდი უკვე სავსე გვაქვს, მაგრამ იყოს აპრილის დავამუშავე. აპრილი იყოს, მაისი იყოს, ივნისი იყოს, ივლისი იყოს. გამას კონტრაქტი გელის, ბრო. აგერ ვარ 60 კილოგრამში თუ ხართ ვინმე და გინდათ ჩემთან იბრძოლოთ, აგერ ვარ მობრძანდით დიდი სიამოვნებით, რაც მთავარია შიშველი მუშტებით და რაც მთავარია სირბილი არავინ არ დაიწყოს თქვენი დევნის თავი არ ამაქვს მოდით და ვიჩხუბოთ აგერ კაროჩე შესანიშნავად welcome back ვიჩხუბოთ ბიჭო ვიჩხუბოთ ბიჭო ვიჩხუბოთ შესანიშნავი უკა pitbull კახიშვილი გამასი დაგვიბრუნდა აგერ ვარ მოკლედ ველოდები ნებისმიერს რა ძალიან დიდი мотивация მაქვს მუღამი მაქვს როგორც ყოველთვის როგორც პიტბულს შეეფერებ და ისეთ მდგომარეობაში ვარ ეხლა და ნებისმიერს მივიღებ აქ რა შიშველი მუშტებით რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა მინდა რომ იყოს კარგი ბიჭი რა თქმა უნდა რა რომ შესანიშნავი შეძლოს რა აპრილისთვის დავამუშავებთ აუცილებლად რაც უფრო მალე და რაც უფრო ჩქარა მით უკეთესი იმიტომ რომ მაგრამ შეიძლება ჭკუიდან გადავიდე აქ რო არ ვიჩხუბო რა კეთილი გავაცილოთ აპლოდისმენტებით გამას ვეტერანი აბადროებით pitbull-ი უკა pitbull კახიშვილი კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები მეგობრებო ხო გადავიდეთ მეშვიდე ბრძოლაზე ეს ბრძოლა შედგება 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში და ეს კაცი საქართველოში არ არის თუმცა დიდებული ქართველია ტონი აფსიაური მეგობრებო გაუმარჯოს ტონი და ტონი რინგს გაიზიარებს გიორგი სისხლიანი პუშკინა თათიკაშვილი ბიჭებო ძალიან მიხარია რომ ეს ბრძოლა შევძელით რომ შეგვედგინა ნუ სულ ერთი კვირა დარჩა წინ იმედია რომ შედგება უბრალოდ ყოველსა მე მინდა ტონით დავიწყო ტონი რა ფორმაში ხარ გაგიჭი ნუ წონაში ასე ვთქვათ როგორ ხარ უკვე თუ ბევრის დაკლება გიწევს დიდი ხნის წინ ჩამოხვედი თუ არა რა ხდება ირლანდიაში და ასე შემდეგ მოგვიყევი რა როგორ ჯობა მოგესალმებით ყველას ფორმაში ვარ გიო ფორმაში ვარ როგორც ყოველთვის ვარჯიშობ ერთი კვირის წინ ჩამოვედი კაი მოჩხუბარია გიორგი მაქვს მისი ჩხუბები ნანახი კარგა ურახუნებს ცუდად არც მე არ ურტყმდა რა ვიცი კაი ჩხუბი წავა შესანიშნავი ირლანდიაში მშვიდობა არის სოლიდარობა ძალიან კაი გიო როგორ ხოძე ხარ 65 კილოგრამში პირველად ჩადიხარ და რამდენად ასე ვთქვათ გაითავისე ეს წონა და მოგვიყევი რა გასაპირებ პირველ რიგში მოგესალმებით ყველას მადლობა აქ მობრძანებისთვის წონას რაც შეეხება დიდი პრობლემა არ მაქვს შაურმა ვჭამე დღეს ესეც მინდა აღნიშნო დიდ ყურადღებას არ ვაქცევ წონას იმიტომ რომ ვიცი ჩემი ორგანიზმი და როგორ შემიძლია დაკლება ბრძოლას რაც შეეხება მაგარი ბრძოლა იქნება თამთვლი იმას რომ უპირატესობა ჩემ ხარეს არის წონას ვინც იცით ვინც არ იცით ვაფშე პირველად ვიკლებთ 13 წლის მანძილზე პირველად ვიკლებთ წონას და ვთვლი რომ ამ საკითხში უპირატესობა უფრო ჩემსკენ არის და მომზადებას რაც შეეხება დიდად ვერ ვემზადებოდი სამსახური მერე დარბაზი მაგრამ 29-ში ძალიან დიდი ბრძოლა იქნება და მაგარ შედეგს ვაჩვენებ საკმაოდ აი ძალიან 4 იქნება 5 თუ 20 არ არის პრობლემა შესანიშნავი. რა ბიჭებო.
მე პირადად კითხვები არ მაქვს. დამსწრე საზოგადოებას თუ აქვს ლუკა იოვაშვილი. გამარჯობა კიდევ ერთხელ. რა მაინტერესებს ახლა გიორგი ჩემი ძმა არის. ადრე 70-ში იბრძოდა, პირველად დაიგრწონა. 65-ში ჩამოვიდა. რა მაინტერესებს ახლა 75 კილოში ვარ მე. ჩემი ბრძოლა იგეგმება როგორც ვიცი. მაგრამ მაინტერესებს, მომავალ სიტყვას და ეს ბრძოლა არ შედგა, თუ იქნება სურვილი ბრძოლის. ან აპრილში, ან მაისში. გააჩნია ეს ბრძოლა როგორ დასრულდება, უტრამოდ თუ დასრულდება ძალიან კარგია, მე გიოსთან არ ვაპირებ. მოგებულს გინდა შეხვდე მაგას ამბობ? ვის? მოგებულს გინდა რომ შეხვდე? მოგებულს, აგებულს იდეაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ბრძოლას გააჩნია რა, თუ კარგი ბრძოლა იქნება, მოგებულს, აგებულს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. პრობლემა რო. ციგარი, გენაცვალე გულს რა. ტონი, მე გითხვა მაქვს ამასთან და აპრილში აქ იქნები? აპრილში არ ვიქნები, წასასვლელი ვარ, სტროიკას უნდა დაუბრუნდენ, არა ჩამოვალ, არაა პრობლემა. შესაძლოა როგორ წავა სიტუაცია. კი ბატონო, მოვლენებს ნუ გავექცევით წინ. ტონი სერიოზული დაბრკოლება გიორგის სახით, გიორგის სახით. და რა ვიცი. ნუ მიიქცი ხა ყურადღება ლუკა. ნუ გადაითრია დიალა შენს მხარეს. ხო, კიდე რა შეეხება, რა 65-ში ვინც აპირებდით ჩემთან ბრძოლას, მარტო ამ შემთხვევაში სამოვედი 65-ში, ვისაც სურვილი ექნება 70-ში კი ბატონო. 65-ში არ ვაპირებ გაჩერებას, ეგ ყველა 70-ში აპირებ დაბრუნებას. კი, რა თქმა უნდა. რევანშები უპირველეს ყოვლისა და აქვე მინდა დრო ვიხელთო რა. ნოდარ ძმაო, ძალიან დიდი ხანი გავიდა იმის შემდეგ, რაც მე და შენ ვიჩხუბეთ. მე არ ვთვლი თავს წაგებულად რა, აქვე გეტყვი. ამავდროულად მოგწერე, გამოვხატე ძმაო იმის ინიციატივა, რომ მე და შენ გვებრძოლა. მითხარი სიტყვები, რომ მე სულ ხოთზე ვარ, ძმა, პროსტა დრო არ მოქვს. გავიგე ბაზარი არ არის, ვიცი შენი სამსახური და ყველაფერი. მეორე ვარიანტში უკვე გიორგი შეგეხმიანა და გიორგისაც იგივე პასუხი გაეცი და ცუდად არ გამიგო, მაგრამ TikTok-ზე ფანდურს აჩხაკუნებ რა, პირდაპირ გეტყვი. და საქმე როცა გაქვს გასაკეთებელი ძმაო, მოდი და შევასრულოთ აქ ეს საქმე. დავიღალე, მართლა დავიღალე რა. გელოდები ძალიან დიდი ხანია. დოდარის გარდა ვის უპირებ? რა სია გაქვს როგორც ვიცი? სია როგორც ვიცი. ხო, ციკლაური ყველა მაშინ. ციკლაური ნოდარი და გიორგი ბიმილური რა. გიორგისთან პრეტენზია არ მაქვს, ვიცი ტრამვა აქვს. მალე ტრამვის მოშუშება, გიორგის უარი არაზოს არ უთქვია პირიქით, ტრამვას მოვიშუშებ და ვიჩხუბოთო მითხრა, მაგრამ შენ სიტყვების არ დამიტოვე, რომ ვიჩხუბოთ. ანუ გაიცვა, მე აქ ვარ. შესანიშნავი, კარგი. კიდევ ერთხელ ყურადღებას მივაქცევ უშუალოდ ამ ბრძოლას. ეს ბრძოლა, მე როგორც ველი ერთ-ერთი პრეტენდენტია საღამოს რომელიმე ბონუსზე, ვინაიდან ორივე ძალიან ისეთი ქარიზმატიული პიროვნებები ხართ და ამასთან ერთად მაგარი დამრტყმელები, ამიტომ ვფიქრობ, რომ დიდი შანსია, რომ ნოკაუტის ბონუსიდან დაწყებული ბევრი სხვა ბონუსი მოიპოვოთ, ამიტომ ამ ბრძოლაზე ვიყოთ კონცენტრირებული უპირველეს ყოვლისა და მე ჩვენ გვენდეთ და დავამუშავებთ და გაჩხუბებთ კიდე კაცო. ამის შევიგნებთ აქ. მეცე გინდა. კი ბატონო. კარგი, კითხვები თუ არ გაგვჭა? აგერ, კითხვები არის კიდე. იცით რა მაინტერესებს? ისე თქვენ მეტოქე ხომ არ დაგიწყევლიათ? იმიტომ რომ წეულა ხომ მაწყევარისაა და მაინც ბრძოლა რო არ წააგოთ თქვენთვის გეკითხებით. რიტუალებს ვატარებდი გუშინ საღამოს. თქვენ? ხის კომენტარად მე მაგაზე პასუხი არ. მადლობა. ყველა ბრძოლის ვიწყევლები ხოლმე. კატას ვატყავებ და ხის ქვეშ დაურბივარ ხოლმე. კაი იყო ისე. სხერპლად უწირო. კაი იყო. კაი, დავაბრუნოთ. გაბანები მეტი კითხვები თუ აღარ მაქვს. დაუპირისპიროთ ბიჭები ერთმანეთს. ტონი აბციაური, გიორგი თათიკაშვილი. კამერებისკენ ბიჭებო. აპლოდისმენტები ჩვენს მებრძოლებს.
გადავიდეთ ბრძოლაზე 60 კილოგრამში. ამ ბრძოლას ორივე მებრძოლი და მაყურებელი, უბრალოდ ყოველსა მაყურებელი და მებრძოლები მერე, ან პირიქით, აზრი არა, ყველა ორგანიზატორებიც კი ძალიან ველოდებოდით. მაშასე ბრძოლა 60 კილოგრამში ნიკა კალანდაძე დაუპირისპირდება ძალიან მოსალოდნელ რევანში გელა თეგაშვილს. გამარჯობა ბიჭებო. გამარჯობა. მაშასე უბრალოდ ყოვლისა დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ ბრძოლისთვის, რაც თქვენ უკვე ჩაატარეთ. გელას გამას მაყურებელი იცნობს, ნიკა გაგიცნო უკვე გამას მაყურებელმა ასეთი მაგარი ბრძოლა რომ მიიღე ასეთ გამოცდილ მეტოქესთან, როგორც გელა უპირველეს ყოვლისა და მით უმეტეს გამარჯვება რომ მოიპოვე ამ ბრძოლაში, კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, ხმამაღლა შემოახე კარი, შეიძლება წიხლით თქვას გამაში. თუმცა ძალიან თანაბარი ბრძოლა იყო, ორივე დამეთანხმებით ვფიქრობ ამაში და მე პირადად ძალიან დამაკლდა მეოთხე რაუნდი მაგ ბრძოლაში, თუმცა მსაჯებმა დაითვალეს როგორც დაითვალეს და მცირე უპირატესობით შენ გაიმარჯვე ის ბრძოლა. ამ ბრძოლაში იგივე სურათს ველოდოთ ბიჭებო, როგორ ფიქრობთ, თუ სხვა მომზადება გაიარეთ, სხვა სიურპრიზები მოამზადეთ და ხრიკები თქვენი მეტოქეებისთვის, რომელმაც გინდათ დაიწყეთ. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. გიპასუხებ, როგორც ვიცი შენ და ზოგადად გამას მაყურებელს უყვარს დამატებითი რაუნდები. ჩემი ფეტიშია, ნიკა, ეს ჩემი პირადი გემოვნება, არანაირად არ შეურაცხყოფ მე მსაჯების გადაწყვეტილებას, მით უმეტეს შენს მოგებას, უბრალოდ მე მიყვარს სიამოვნების გახანგრძლივება. კი, ახლო ბრძოლა იყო, მსაჯებს გაუჭირდათ, ესე ვთქვათ, გამარჯვებულის გამოვლენა. მაგისთვის გამასთან და გელასთანაც მაქვს ეს შემოთავაზება, რომ დავამატოთ საჩემპიონო რაუნდები, იყოს 5 რაუნდიანი, დავამატოთ ჰონორარიც და გამას მაყურებელს შევთავაზოთ უფრო სანახაობრივი ბრძოლა. არ მაქვს პრობლემა, თუ გელა თანახმა იქნება. კაი შემოთავაზებაა, მოდი სანამ ორგანიზატორის პასუხს გეტყვი გელას მოусმინოთ. თანახმა ვარ. რავი. დანარჩენი ორგანიზატორებს. ჩემთან დაბრუნ. 5 რაუნდია გიგა 5 რაუნდიანი ბრძოლა იყოს? ოკეი. და ჰონორარიც სათანადოდ 35% დაუმატოთ ორივეს. ეგრე გამოდის. მოსულა, აგერ ჩემი ხელი. 35%-ს ხო დავითვლით ადვილად. ყოველივეს ჰონორარს როგორ მოემატეს. კი ბატონო, მაგარი გადავე იმენა. გადავე, აბასე იქნება? ჩარი, ფანჯი, შაში ყველაფერი. კარგი. ძალიან საინტერესო გახდა. ანუ 5 რაუნდიანი ბრძოლა გველის. მეგობრებო, ეგრევე ამ ბრძოლაში იქნება 5 რაუნდი. ამასთან დაკავშირებით ეგრევე კითხვა მევადება. 5-ვე რაუნდი, აი გელასთან გადავალ. 5-ვე რაუნდი გასტანს ეს ბრძოლა შენი აზრით? თუ დროზე ადრე დამთავრდება? პირველ რიგში მოგესალმებით ყველას წარმატებები მებრძოლებო. სანამ კითხვაზე პასუხს გაგცემ, მე მინდა გიორგის, ჩვენი მეგობრის და ჩვენი ოჯახის წევრის თავის ოჯახს სამძიმარი უთქვა და არა მარტო მის ოჯახს, მთელ საქართველოს ძალიან დიდი ტრაგედიაა ეს. რაც შეეხება რაც შეეხება შენ კითხვას, მე არანაირად არ გამოურიცხავ იმას, რომ დროზე ადრე მოჩერს ეს ბრძოლა. მე ნიკას დიდ პატივს ვცემ, როგორც მებრძოლს, კარგი ვიჭია და კარგი მებრძოლია, კარგი ადამიანია და ნამდვილად რასაც მოველოდი წინა ბრძოლაში ის მაჩვენა. მაგრამ მე ვთვლი იმას, რომ მე არ ვიყავი საკმარისად კარგად განწყობილი ამ ბრძოლისთვის.
ეს 5 რაუნდიც არანაირი პრობლემა არაა ჩემთვის. პირიქით, მივესალმები ამას. შეიძლება დროზე ადრეც მორჩეს, არ ვიცი ეს ვისი მოგებით იქნება, ვისი გამარჯვებით იქნება, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობ იმას, რომ ჩემ მაქსიმუმს გავაკეთებ, მით უმეტეს როცა ვიცი ახლა ამ ბრძოლაში უფრო მეტად და 10 ჯერ უკეთესად ვარ მომზადებული ვიდრე წინაში. 10 ჯერ მეტი შემართებით, შეიძლება 5-ვე რაუნდიც იყოს და 5-ვე თუ იყო მთლად უკეთესი, მეც გამიხარდება. მაქსიმალურად უტრამო ბრძოლა და რა ვიცი, დანარჩენი 29-ში გამოჩნდება. იგივე კითხვა შენთან, ნიკა. რა ვიცი, ყველანაირად მზად ვარ. ბოლომდე დავიხარჯები. ვირდებით რომ მაგარი სანახაობა გელოდებათ. 5-ვე რაუნდი გველოდება თუ დროზე ადრე დამთავრების მეტი შანსია, ასე შეიძლება. წინა ბრძოლიდან გამომდინარე, ჩემი თავით უკმაყოფილო ვიყავი, შევეცდები ამჯერად უფრო მეტი გავაკეთო და დროზე ადრეც დავასრულო ბრძოლა. დამაჯერებელი, ასე ვთქვათ, თავდაჯერებული უბრალოდ პასუხი იყო. შესანიშნავი. კითხვები ხო არ გვაქვს ბიჭებო? და გოგოებო. კეთილი. დავაბრუნოთ მიკროფონები. და face to face. გელა თეგაშვილი, ნიკა კავანდაძე. აცივდა დამბურძგლა კამერებისკენ ბიჭებო კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები ჩვენს მებრძოლებს შესანიშნავი ეკვატორიც გადავლახეთ და გადავედით co-main event-ებზე და main event-საც უახლოვდებით. მაშასე ბრძოლა 93 კილოგრამ კატეგორიაში და მე დიდი სიამაყით ვიხმობ გამოსტილ მებრძოლს, თუმცა გამას რინგზე დებიუტანტს ირაკლი ფიფია. გამარჯობა ირაკლი. ირაკლი ჩემსავით გაგორებული მეგრელია. საღამომშვიდობის მოგესალმებით ყველას. როგორც მოგეხსენებათ, დებიუტი მაქვს გამას რინგზე. იმასაც ვიტყვი, რომ მსგავსი გარემო ეს რინგი ახალია ჩემთვის და საკმაოდ საინტერესო. რამოდენიმე თვეა ველი ამ ორგანიზაციაში ბრძოლას და როგორც იქნა შემომთავაზე ორგანიზაციამ ბრძოლა გიორგი ქიმაძესთან. მოდი გამოვაცხადებ ამ მომენტში, აგრა შენს მეტოქეს. გიორგი ჩალათი ქიმაძე! მოგესალმებით ყველას. გამარჯობა გიო. მაშასე მე თქვენ ბრძოლისგან ძალიან ლამაზ სურათს ველი, ძალიან სასტიკ და ამავე დროს ლამაზ ბრძოლას ველი. ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია ჩემი აზრით საღამოს ბრძოლის ბონუსზე და რავი, მე მგონი ირაკლი არ დაგიმთავრებია, გაგაგრძელებინებ შენ სიტყვას. ხო ანუ დიდი ხანია ველი ბრძოლას თითქმის 3-4 თვე რა ორგანიზაციისგან როგორც იქნა შემომთავაზეს გიორგისთან ბრძოლა, რაც უპირობოდ მივიღე. ამ ბრძოლისთვის დიდი ხანია ვემზადები თითქმის ალბათ 7-8 თვე, რაშიც დიდი ფსიქოლოგიური, მენტალური და ფიზიკური მომზადება მაქვს ჩადებული. და ასე ვთქვათ, მზად ვარ ყველანაირად ბრძოლისთვის. და საკმაოდ კარგი დაძაბულ და სისხლიან სანახაობას გვირდებით. შესანიშნავი. გიორგი, რა კაი ფორმაში ხარ? კარგი გამოეყვები. როგორ გიხდება სწოვის დაკლება თურმე? შენ როგორ მზადყოფნაში ხარ? ვნახეთ უკვე ვიდეო, როგორ მზადებოდით ორივე, თუმცა თქვენთანაც რო ორიოდე სიტყვით გაგვიმხილოთ რა მომზადება გაიარეთ და რა სურათს ველოდოთ 29-ში. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, ბიჭებს კარგ ბრძოლებს გისურვებთ, უტრამოთ რაც ყველაზე მთავარია. მე 2 თვეა დაახლოებით, რაც წონის კლების და მომზადების პროცესში ვარ, 20 კილო მაქვს დაკლებული და კიდევ 3 კილო მაქვს დარჩენილი დასაკლებად.
მინდა ვთქვა რომ იდეალურ ფორმაში ვარ მე რაც ჩამოვედი საქართველოში 4 ბრძოლა ჩავატარე გამაში და არც ერთ ბრძოლაში მე ესეთ ფორმაში არ ყოფილი ვარ როგორც ეხლა ვარ და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ჩემ ძმას და მეგობარს ზურაბ ფრისხელიანს რომელიც თითქმის ყოველდღიურად ჩემს გვერდით დგას და მეხმარება როგორც მომზადებაში ასევე წონის კლებაში დავით გაგვიშვილს ჩვენს უფროს ძმას რომელიც ძალიან დიდი ხანია მთელი ჩვენ გუნდს ეხმარება და ყოველდღიურად ისიც ჩვენს გვერდითაა ასევე ანი ხმალაძეს რომელიც ეს ადამიანი ყოველთვის გვერდში მიდგას ამ ადამიანების დამსახურებაა რომ მე ახლა აქ ვარ ესეთ კარგ ფორმაში და მე დარწმუნებული ვარ რომ მე და ირაკლის ძალიან მაგარი ბრძოლა გვექნება იმიტომ რომ მე ნანახი მაქვს ამ ბიჭის ბრძოლები და ვიცი რომ მას ბრძოლა ძალიან უყვარს და სიამოვნებას ანიჭებს ძალიან მიახლოებული სტილი გვაქვს ერთმანეთთან და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან სისხლიანი ბრძოლა გვექნება და ეს ბრძოლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საკუთარ თავთან, ასევე მე მინდა ყველას ვანახო თუ როგორია გიორგი, როცა ფორმაშია. და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება და ძალიან სისხლიან და სანახაობრივ ბრძოლას შემოგთავაზებთ. დანარჩენს სულ მალე ვიხილავთ ყველაფერს. კი ბატონო. მადლობა. მე პირადად ესეთი კითხვა მაქვს. ირაკლი, როგორც ჩვენ ბრძანე ვიდეოში, შენ თვლი რომ შენი უპირატესობა უშუალოდ ფიზიკურ მომზადებაშია, ფიზიკურ ფორმაში. აგერა გიორგი შელახული ახლა სხვა ფორმაშია ჩვენს წინაშე. როგორ ფიქრობ, იგივე აზზე ხარ თუ ასე ვთქვათ, მაგ უპირატესობას კიდე გამოყოფ თუ სხვა უპირატესობებით შეგიძლია რომ დაასახელო? ნუ ეს ერთ-ერთი უპირატესობათაგანია, რომელიც თქვი და აღვნიშნე. რომელიც თქვი და აღვნიშნე ვიდეოში. ძალიან დიდ დროს უთმობ ფიზიკურ მომზადებას, რაშიც ჩემი ძმაკაცი ბექა დუმბაძე მეხმარება, ის ერთ-ერთი საუკეთესოა საბრძოლო ფიზმომზადების მხრივ და არა მარტო. ჯიმა გენაცვალე გულში. ხო, დანარჩენი არც ტექნიკა მაკლია, ნუ თითქმის თვეებია სისტემატიურად სპარინგობ, ჩემ სპარინგ პარტნიორთან ერთად ვიდეოშიც აღვნიშნე, ნუ აღარაა საჭირო ამის გამეორება, ვინ არის, რა არის, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ისევ სპარინგობთ როგორც რეალურად რინგზე რა, ანუ შემიძლია თქვა რომ ვიმეტებთ ერთმანეთს, თითქმის სხვანაირად შეუძლებელია გახვიდე რინგზე და ნუ მსგავსი სპარინგების გარეშე იასპარეზო. ანუ ცოტა დრო მქონდა, ნუ მოსამზადებლად, რა დაახლოებით 6 თვე, 7 თვე და მაქსიმალურად ჩავდე შრომა და ღვაწლი, ოფლი და აუცი ბევრი სისხლი, სინიაკი, ფინგალი, როგორც იტყვიან. რა მომენტამდე მოვსულიყავი. ნუ დანარჩენი გამოჩნდება 29-ში. ერთი შეკითხვა მინდა ჩემ მოწინააღმდეგეს დაუსვა, მზად ხარ? მე 29-ში გასუხებ ჩემი როგორი მზად ვარ, მე შემოვდივარ საომრად. მაშინ დაიწყებ 29-ში. თავიდანვე ჩხუბს დავიწყებ და მზად იყავი ამისთვის, რადგან მე პირველივე რაუნდიდან ცენტრში დავდგები შენთან და ბრძოლას დავიწყებ. დანარჩენი რომელი უკეთ ვარ მზად, რომლის ფიზიკა და რომლის ტექნიკა ჯობია, ყველაფერს 29-ში დავინახავთ. გიო, შენთან მაქვს საკითხი ვიდეოში ასევე გააჟღერე შენ რომ ერთ-ერთი შენი მიზანი არის გამას კამარი. ნუ ვინაიდან წონით კატეგორიებს ხშირად იცვლი, 84-შიც გიჩხუბია, 93-შიც, აბსოლუტურშიც კი რომელ წონაში აპირებ კამრის მოპოვებას და ნუ იგივე კითხვა მექნება შენს მეტოქესთან, თუმცა ჯერ შენ მოგისმენ. კი ბატონო, მე ახლა 93-ში ვარ და შემდეგ მე ისე 93-ში ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას, სანამ კამარს არავირებ, რავი, სლავა თუ მაღირსებს ბრძოლას, რა თქმა უნდა, მაგ შემთხვევაში. მაგრამ მე აქ რა ვიცი, ერთი ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს ლაპარაკობს რა და მე მგონია, რომ სამდარტყმაში წავაქცევ რა, აგერ ჩემს უკან დგას ის ბიჭი. და თუ ის ბრძოლას მოიგებს, რაც მე არ მგონია რომ მოხდეს, მე მგონია რომ ჩვენი სვანი ძმა აგერ დაუმთავრებს მას ამბიციებს, მაგ შემთხვევაში ნახოთ ჩვენი ბრძოლაც როგორ დამთავრდება. მე ამ ბიჭთან სიამოვნებით გავიზიარებ რინგს. შემდეგ ბრძოლას და შემდეგ უკვე თუ სლავას ექნება ჩემთან ბრძოლის სურვილი, ამის შემდეგ უკვე მე სლავას დიდი სიამოვნებით, რავი, ნანატრი ბრძოლაა, ჩემთვის სლავასთან ბრძოლა იმდენი ხანია უკვე ველოდები და ნახოთ რა. ეს არის ჩემი გეგმა ჯერ 93-ში. შემდეგ უკვე ნახოთ რა მოხდება. ირაკლი, შენ თუ გაქვს საჩემპიონო ამბიციები და ზოგადად გამაში, ასე ვთქვათ, როგორ ხედავ შენს გზას? თავისთავად. ამისთვის ვარ აქ მოსული. შესანიშნავია. სხვა რა მიზანი უნდა მქონდეს მეტი.
ნიკა შენ გაქვს სათქმელი? კი, უფრო ეს ათ შეკითხვა და სათქმელი, თხოვნა უფრო მექნება რომ გიორგი ეხლა თუ წააგე შენ ეს ბრძოლა გამა აღარ დატოვო, იმიტომ რომ მე ამ გიორგის მომიხედა მე უკვე შენთან უნდა ჩავატარო ბრძოლა სრავამდე და სრავასთან და კამართან სამიხვალე მე უკვე მედახვდები და არ მგონია შენ უკვე გქონდა შანსი რომ ჩემთან გებრძოლა, მაგრამ ახლა სხვა ადამიანი დგას ჩემ წინ შეგახსენებ რომ შენ ჩემთან ბრძოლა შემოგთავაზეს, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ვარი თქვი. მე ვარი არ მეთქვა, მე როგორ მოვალ ექშენი საქმე არ არის ეს ერთი. ვერ გავიგე? საწავალ როდის მოვალ და როდის რას გავაკეთებ ექშენი საქმე არ არის? ხო, საქმე მე უბრალოდ თხოვნავი ვარ დატოვო მერქი გამაცნიკი რომ არ ჩემი თხოვნა ამჯერდება. კი ბატონო. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით, თუმცა მე ამ გიორგის მიხედა უკვე მეორე გიორგისთან გადმოვარ. და მე შენთან ბრძოლაზე ვარი არ მეთქია, მე უბრალოდ თხოვნა მქონდა რომ იქნება აპრილში მოხდეს ეს ბრძოლა მეთქი, არა იმიტომ რომ მზად არ ვიყავი, არა, უბრალოდ მე პრობლემები მქონდა, საქმეები წასვლელი ვიყავი თბილისიდან, მაგრამ იმ ღამესვე მეც გეგმები შევცვალე და დილით უკვე დაუკავშირდი მე მაესტროს, რაზეც უკვე მითხრა სხვა მებრძოლი ვიპოვეო და მეთქი მაისში მე უკვე გადადებული მაქვს საქმე და იქნება მებრძოლი მიპოვო მეთქი და აპრილში კიდე ქიმაძეს მე უკვე დაუპირისპირდები მეთქი, მაგრამ როცა ამ გიორგის მივხედავ შემდეგ იმენძევე გთავაზობ შენ ბრძოლას აპრილშივე თუ დათანხმდები ეხლავე გავაკეთოთ ხელშეკრულება რომ აპრილში მე ამ ბიჭთან მავჩხუბეთ მე სხვა რამეს ვაპირებდი ჩაატარეთ თქვენ ეს მე სხვა რამეს ვაპირებდი ახლა თქვენ კაგებიში მე 93 კილოში პირველი წელი ვარ და პირველი დავჩები უკვე 2-2 თოცა უკვე ამასაც დავანოკაუტებ და შემდეგ მე უკვე სრავას გამოწვევა მიდოდა მაგრამ მე ამას გადავდებ და წინა საჩემპიონოს გავმართავ თქვენ შორის მოგებურთან მაგრამ მაინც შეიძლება სულ წააგოს მაინც ქიმაძესთან ჩავატარო ამ ლაპარაკის გამო და მე უკვე მოგებურთად შევხვდები და შემდეგ უკვე სრავასაც გამოვიწვევ და ის კამარა რომელიც დიდი ხანი გადაკიდებული აქვს მე გადავიკიდე აი ხარზე ყველა კარგად სრავა მოდი უშენოთ რა ხდება აქ ვერ ხედავ 93 კილოგრამის ჩემპიონი 93 კილოში კარგად იცოდეს თუ შემიძლია კიო სლავა ხო ხედავ აბა როდის გაჩხუბ როდის დაიცავ ტიტულს მისგან გაჩხუბებ მეთქი ხო გითხარი ბატონო აპრილში ხო გითხარი აპრილში ნუ მოდი აპრილში თუ მაისში შევხედოთ როგორ განვითარდება მოვლენები შეხედე რამდენი და რა ძალის პატრონები დგანან აქ და ყველას უნდა შენი კამარი ეს ვერ ღირსებიან ვიღაცა რომ გვარაუსდებს გათხოვებ ჩემს გამარეუსტი ხო იცით ყველა მრავი დავარეკლამე უკვე მაგ რაღაცაობს მე რაღაცა მაქვსო მე ფესაქსო კაი იყო ხო რავი სლავა როგორ და რა მოვლენები დატრიალდა აქ ხო ხედავ 29-ში უარესები დატრიალდება და იმის და მიხედვით რა და როგორ დამთავრდება გაჩხუბებთ მალე გაჩხუბებთ და შეძლებ შენი კამრის დასაცავად ბრძოლის ჩატარებას არა უგვიანეს ივნისისა მე გპირდები ნუ რა უკნა ეხა თებერვალში უნდა მეჩხუბა ივნისამდე სლავას კამარი ვერ ექნება იმიტომ რომ მე ეხა ამას უმიხედავ აპრილში თუ დამეთახმა ვერ ჩხუბები მე კიმაძეს თუ არა და აპრილშივე მივიღებ მე კიმაძეს თუ გაცდები გეჩხუბები თუ არა გავცდები რომელია ნოკაუტის ბონუსით არ გავცდებით არა შეიძლება არ გაფასებ ძალიან კაი ბრძოლები გაჩატარებული ის დაქტოვებ ესე დღეში ჩაგაგდებ ეხლა არ მინდა რომ კიდე რაღაცა ეხლა გაჩვენდია ჩემოებზე თამაშობდა აპრილში ხელი მოვაწე აპრილში მე და შეჩხუბობს აპრილში მე და შეჩხუბობ აი ვინმის გათიშავს მაგალითად გაცდები შენ ირაკლის აი ვინმის გათიშავს მე შენ ჩემპიონოს ვიჩხუბებ ჯერ შენ გაიარე ის ბიჭი და ჩვენ თავს მივხედავ ჩათვალე გავლილი მაქვს შენ მე ბრძოლს მიხედე და წინასთან ჩემპიონოს თქვენ ორ შორის გამარჯვებას მე შევხვდები და განახებ მე უკვე აი კამარი აი აქ იქნება მხარზე გადაკიდებული და მაგას ყველა აი კამარი შენთვის არ არის რო ვიცოდი 93-ის კამარი შენი არის ყველაზე მეტი 94-ში იჩხუბა რა 93-ის კამარი თუ გვაქვს რა მექნება შევამოწოთ ალკოჰოლზე არ ამოძრავთ თორე ეს აშკარა ფხიზელი არ არის მო ვინ არის არა ფხიზელი პირდები რო აშკარა ფხიზელი ერთი წუთი მომიქიმე დამთავრებინო შედა მე რაც გინე ის ილაპარაკე მე ვიძახი მაქსიმუმ მაისში 93 კილოს კამარი მექნება გადაკიდებული თუ ბრძოლაზე ვინმე უარს არ მიტყვის და არ ჩამიხსნება აი მაგას ყველას განახებთ აი ეს სიტყვა ყველამ კარგად დაიმახსოვროს მაქსიმუმ მაისში კამარი აი იქ მექნება არ გექნება ნახავთ ეგ შენი რა აპლოდისმენტები მეგობრებო მაგას ვნახავთ რა 93-ში ვინ მოიგებს ჯერ იმ ბიჭს უნდა გაცდე უყურე წინასწარ ბევრმა ილაპარაკა ეგრე მაგრამ
მე შენ სიტყვას ყოველთვის ბევრმა ილაპარაკა, ბევრმა წინასწარ, მაგრამ ბევრს მე ხებს ნუმადალებ. ვაფშე სხვასთან გაქვთ ეხა თქვენ საქმე. ჯერ კიდე კარგად არის და მაგას მე გაგაგებთ. მომის გინდა იყოს. ეს საუბ ძაბერი ლაპარაკი არ მიყვარს. მიყვარს ბევრი ლაპარაკი, ბევრი ლაპარაკი მიყვარს. ბევრი ლაპარაკი მე არ მიყვარს და მიყვარს ბევრი ლაპარაკი. ვანოკაუტებ და ერთი ჩხუბი ჩხუბა და ვინ ხალხს ანოკაუტებ, ერთი ჩხუბი ჩხუბი. ბიჭო, ერთი ჩხუბი გამაში უჩხუბი. შენ ჩხუბები ნანახი გაქვს? არ მაინტერესებს. ნანახი გაქვს? არ მაინტერესებს. იმიტომ რომ არ წარმოადგენს ჩემთვის რა. ჩხუბი ეგ ჩხუბი ჩხუბი არ წარმოადგენს ეგეთ შენ ნოკაუტი რა. ორგანიზებს ჩხუბები ერთი გიხარი და ხო ეკნებით მოგებული ბრძოლა. მე ლაპარაკი და შენ ბლატაო ბიჭო. მე საზოგადოებას მაქვს ნაჩხუბი თუ გაინტერესებს. ხო და გითხარი ეს. საბიზნესში მაქვს ნაჩხუბი Fight Club-ში. თუ გაქვთ ჩხუბი ნანახი თუ არ YouTube-ში შეგიძლიათ მოძებნოთ და ნახოთ იქაც ჩემი ნოკაუტები გაკეთებული. ვინებს ეჩხუბე გააჩნია? შესანიშნავი. ვისთან ეჩხუბე გააჩნია? კარგი, მოდით დაუბრუნდეთ ჩვენ ბრძოლას და დავაპირისპიროთ ბიჭები ერთმანეთთან. ბრძოლა 93 კილოგრამში. ირაკლი ფიფია, გიორგი ქიმაძე. კამერებისკენ ბიჭებო. კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები ბიჭებს. გავაცილოთ ჩვენი 93 კილოგრამის ჩემპიონი. ვაიმე, თორნიკე, შენ ცეკა ხარ? კი ბატონო. ოღონდ შიშველი ხელები თუ ჩხურეთ მედაში. ძალიან გამიხარდა შიშველი ხელებზე ვეჩხუბები მე ყველას. დაჟე, გიორგი, შენს თუ გინდა შიშველი ხელებზე ვეჩხუბოთ. მთელი ცხოვრება შიშველი ხელებით ჩხუბობ და ესეც არ მომეწონა კეტუსები რომ ეკეტა. შიშველი მუშტები არის ჩემი ყველაზე უპირატესობა. ვისაც უნდა ძალიან დიდი სიამოვნებით შიშველი მუშტებით ვეჩხუბები ვაფშე ყველას. აგე გამოჩნდა უკვე ერთ-ერთი მე და შიშველი მუშტებით ვჩხუბობთ. აპრილში ბრძოლა გვაქვს და იმახსოვრე. მზად იყავი. შესანიშნავი. მოდი არგერ ჩვენ დაგვიანებულ თორნიკე გამარჯობათ, ბოდიშთ დაპატიეთ დაგვიანებისთვის უბრალოდ გაუთვალისწინებელი მიზეზები იყო. აი ყდალიე? არა. ვარჯიშობდი სხვათა შორის და უემზადებოდი. გაოფრილი მოხვედი. არა, ნუ ეხლა არა, მაგრამ ბენზინი გამოგელია. მანქანაში ისე ხო არ გამოგიხო? ძალიან კარგი. მოდი მოიძე დავდგეთ. მე შეგვიდი პირისპირ უნდა დაგიდგე მეთქი და ბევრი საქმე გადავდ. მეგობრებო, ეს ბრძოლა ჩატარდება შიშველ მუშტებზე, რაც აღსანიშნავია. აპლოდისმენტები გთხოვთ. კიდევ ერთხელ მაშინ. ალექს ჯერვალიძე, თორნიკე, ციკლაური. დაუპირისპირდით ერთმანეთს. Face to face, რა, სალაპარაკო დრო აღარა გაქვთ. დროზე უნდა მოსულიყავ. შეკითხვა. მოიცა. შეკითხვა, კაგერ. კიო. აი რა მინდა რომ გითხრა რა? შეკითხვა აქვს შენთან ადამიანს. გამარჯობა, მე ნინი ვარ. იცით რა მაინტერესებს, თქვენ მოხვედით დაგვიანებით ეს ბიჭი წეღან გამოვიდა და რატო დაგვიანეთ საცობები იყო? ბენზინი გამომელი. ვაიმე ჯოჭკული. ბორჩი? კი. ძალიან გაინტერესებდა თორნიკი აბა მითხარ. ანუ რა არის იცი? ну არ არის რა შესაბამისი მე მინდა ჩხუბი ხო და ამის სპარინგს უყურე რა და არ არის შესაბამისი მეტოქე და იქნებ გადანაცვლება მოახერხოთ რა ეხლა არ მინდა ესეთი მარტივი ჩხუბი ზონა რა ვქთ ნუ რა უნდა მიკროფონში ლაპარაკი რა უნდა აინახო რა ხო მოდი და მე შევიდე ჩხუბი მაჩვენე ბიჭო ჩემი ერთმანეთსენი კაცი მაჩვენე თუ გინდა ეხლა ვიჩხუბო მოდი ჩემ აუჩე მოგეფერები პირველი რაუნდი უბრალოდ მოგეფერები ბიჭო სახეზე და მეორე რაუნდში კიდე თავს ჩამოგადებინებ კი მე მოგეფერები ბიჭო აი ეს საყვარელ წყობებზე მოგეფერები ბიჭო
კარგი. მე ჯარი არ მინდა, ძმა ჰონორარი შევწერ. არა, ჯარიმა კი არა ორგანიზაცია შეწყვეტს. просто როგორ გელოდება, რაც მომწერე მაგის გულისთვის. ეხლა ხორინზე ვარ. არა, ეს მაინც რინგზე არ ითვლება ბოლომდე. 29-ში ჩაითვლება რინგზე. ნუ შეცდები. რა უნდა თქვა რა? ამ ჯგუფში რავი, ყველანაირად ვეცდები რომ მაღალ ბონუსებზე ვიასპარეზო და ხელი შემიწყე რა. და ჩემი აღებული ბონუსებით, კაროჩე მე მინდა გიორგი ახალაიას ოჯახს დავეხმარო, გიორგი ახალაიას საფლავის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა და ეს გამოწვევა იქნება ყველა მებრძოლთან და ამ ქარდის ყველა მებრძოლთან. მე მთელ ჩემ თანხას ჩამოვდივარ, რაც ამ ქართში ვიღებ. ანალოგიურად ჩემო ძმაო, აი მაგაში გოჩი დაგიდგები ნამდვილად, ჩემი თანხა რაც იქნება, ჰონორარი რაც იქნება, ხო? მიუძღოთ აგერ გიორგი ახალაიას ძმაო და გადავცეთ მის ოჯახს ძმა. კი ძმა, ყველანაირად აგე აი ბიჭმა რაც ვერ გააკეთა, ხო? მე გავაკეთებ შენთან რინგზე და აი ბიჭის ჩემი ძმა კაცის აბაროც აგიღებ შენ ძმა. შენ რაც ვერ გააკეთა მაგის აბაროც მიაგიღებ, ჯერ აბაროტი აქ ასაღები შენთან და მიაგიღებ და მე თვითონ აგიღებს ეს ბიჭი ბიჭო. გააკეთოს და შენი გააკეთე, გაიგე? ჰეი, ნადირებო. ძმა, გამიგე დავდგეთ, ისე დავდგეთ რომ აქ ყველას ჯობდეთ ჩვენ ძმა. გამიგე? ბიჭო, მე იმას არ გეუბნევი რომ მე შენ მაგალითად ჭუბის დონით გჯობია. ჩემი და შენი ჭუბი ჯობდეს, ყველას ჭუბს მე. შეკითხო მაგ რითი მჯობი ხარ ძალიან მაინტერესებს. ხო აი აბა ჭუბით არავა და რითი უნდა მაჯობო? აი ამათ ვაჯობო და ჩვენ როგორ უნდა გვაჯობო? შენ ჩემთვის სპორტსმენიც არა ხარ თუ გაინტერესებს. დალევაში ძმა. სპორტსმენი არა ვარ, ხო? არა ვარ, შენ ხარ სპორტსმენი? მე სპორტსმენი ვარ, კი. ეჭვი შეგეპარა რამე ჩემი სპორტსმენობაში? თუ რა შეკითხვას? ბიჭო, მე არა ვარ ძმა სპორტსმენი. მე ქუჩიდანა ვარ მოსული რა. ვაუ, შენ მიხედე შენ ჭუბს და მე ჩემ ჭუბს მიხედე. მაგია ეს კაცი ძმა. შენ გოგორელებს სხვა წყალი გვაქვს ძმა. ბევრი გორული წყალი დაგჭირდება გამოსაფხიზებლად, იცოდე, ბევრს უმერაპარაკები. კარგი. Face to face. ალექს ჯორვალიძე, თორნიკე ციგლაური. კამერებისკენ ბიჭებო. ლუკა. რაღაცის თქმა გინდოდა, ხომ შენ? შარმაზაშვილი. მოგესალმებით ყველას, წარმატებას გისურვებთ 29-ში ყველას. ეხლა კიდე ნიკოლოზ მაღლაფერძესთან სურს ბრძოლა აპრილში. რავი, მარტში უნდა გვეჭხობა, მაგრამ რაღაცა მიზეზების გამო არ ჩატარდა და არ ჩაინიშნა ჩვენი ბრძოლა. და გიო გამოწვევა თუ ხო რა, გამოწვევა მინდა რა, მორიგებული გამოწვევა. როგორი სიტუაცია იყო, ჩვენ ალაპარაკებელი გქონდა რა ერთმანეთში, რომ ჩვენ უნდა გვეჭხობა მარტში. მაგრამ რომ მივწერე რომ მეთქე ესე მოდი ვიჭყოთ მარტში. მაგრამ თქვა რომ აი ვარდიშიდან გამომდინარე რაღაცა ტრამვები მივიღებ, ვერ ვახერხებ და მოდი სხვა დროს იყოს და აპრილში მზადაა რომ ჩაატაროს. ხო, ესე ჩანს. MMA თავაზე, მაგრამ არ ხერხდება თქვით, მოვილაპარაკეთ და მოდი დგომში დაუდგები რა წონაშიც უნდა, გინდა 60, გინდა 56 შუება არა აქვს, ეხლა 60 კილო ვარ და რავი. არ არის პრობლემა. კეთილი. ლიჟი აქამდე მომიყვანეთ, ჩვენ როგორც ვიცოდით, ასე მაღლაფერიძეს ტრავმა ჰქონდა, თუმცა დავამუშავებთ ამ ბრძოლას, შენ თუ ახლა დროს ქონია კონტაქტი მაგასთან. კი, კი. დავამუშავებთ ამ ბრძოლას და ლიჟი აქამდე მუშტიგრივში, საგურავებში თუ სურვილი იქნება ორივე მხრისა. ციტატა ვიჩხუბოთ, ბიჭო. ლიჟი აქამდე მომიყვანეთ, სხვა არაფერი ამ და არც დაუღლი. არც დავასვენებ, პირველ რაუნდშივე გაგითიშავთ მაღლაფერიძეს 1-20. სო, ეგ არის. თავარია მოვიდეს სხვა არაფერი. და ამ ვაშკაცს რაც შეეხება, 29-ში ჯერის გაიარე და მე ისომი შენ მოგხედავ. მაინტერესებს მხოლოდ ისეთი მებრძოლი, რომელიც ჩემს მაღლაა რა. გამიგე? და შენ ჩემ დონემდეც არ ახარ. როგორც ის ვერ არის ჩემ დონემდე, ისე შენ ვერ ახარ და просто თქვენ თავებს გაუფრთხილდით. მეც არაფერს არ გეტყვი ძმაო. მე ძმა მომხვედრია, უყურე მე მომხვედრია ძმა. მე ბევრი ბრძოლა ჩამიტარებია, არა მარტო გამაში, საზღვარგარეთ ჩამიტარებია ძმაო. ბრძოლები ჩამიტარებია ისეთი, რომ აი უმაღლესი დონის ბრძოლები ჩამიტარებია, უმაღლესი დონის სპორტსმენები მიმიღია. დაუმარცხებული ვარ თუ გამიმარჯვია ძმაო.
მიჩხუბია ბოლომდე ხა და ეგ არ არის ძმა, უნდა ივარჯიშობ რა, რაღაცა ეხლა ქუჩაში დგომი და პლანის წევრი და არაფერი არ გამომდის და ორ ჩხუბში კიდევაც გავაკეთე ძმა ეხლა სანამ არ მივხვდი კიდე ხო ხვდები რომ ეგრე არ უნდა გამეკეთებინა და ესე უნდა მექნა ხო? ხო და ეხლა მოვედი ძმა და აგერ შედეგს დაინახავთ 29-ში სულ ყველა მთელი გამა და ვიძახი რა არ მაინტერესებს ისეთი მებრძოლი, ვინც ჩემს დაბლაა, მაინტერესებს მხოლოდ ისეთი, ვინც ჩემს მაღლაა რა. უბრალოდ რინგზე და მიმტკიცო, ეკუთვნით თუ არა ჩემზევით რო იყვნენ რა. მე არ ამაქვს საუბარი აქ ჩემზე 10 კილოთი მძინეებთან ეხლა კი იყო ბაზე განმატრენერიო თუ რაღაცა ჯერ ქიმაძეს ეჩხუბე რინგზეო ბიჭო ქიმაძე ჩემზე ბევრად გამოცდილია დავდგები ეხლა მაგრამ საცემელა თუ დაუდგები თვითონაც არ უნდა ეგეთი ჩხუბი დარწმუნებული ვარ კაცო ქიმად იქ რაღაცა პრობლემები იყო იქ რაღაცა შელაპარაკება იყო იქ ჩვენ თვითონ თუ რაღაცა იქნებოდა ჩვენ თვითონ გავავკვევდით იქ განმატრენერი ბაფში არაფერს უაში არ იყო და იქ რო აკეთებს რაღაცა ვიდეოებს ხო იმისი თავიც უნდა კონდეს რო აქ მოვიდეს და აქედან გველაპარაკოს მე მეც აღარაფერს აღარ ვიტყვი მეგობარო რომ ჯერი შენზია შენ თუ ჩემთან ჩხუბი გინდა არა ერთხელ მithქვია მარტო ტიტველი ხელებით ჩხუბობ ეხლა და შენ კენტუსებით გამომიწვია ესე იგი შენ ყრუხარ და არ გესმის ნორმალურად ესე თორნიკე დაიგვიანე და ძალიან ბორყურად და ბოდიშით კი თოკო ერთ წამი კითხვა მაქვს რა ერთი აპრილში გინდა ამედაში ვიჩხუბოთ შიშველი ხელებით 65 კილოში ჩაატარი ბრძოლა მოიგე ძმა მუშტიკრივში მოიგე მე ბოლოს ვიჩხუბე მოვიგე და მოდი ეხა 70 კილოში გეჩხუბები თუ გინდა MMA-ის, როდესაც ჩატარდება აქ, გინდა? კარგი, ბიჭებო. 65 კილო ხო ვარ, მე 70 კილოში გეჩხუბები. გიო, წარსვით მიკროფონი რა. გიო, თოკო, 2 წუთი რაღაც ვიტყვი რა. რაღაც მაინტერესებს რა. ლუკა, შენი ჩხუბიც მაქვს ნანახი, აი ამ კაცის ჩხუბიც მაქვს ნანახი, თოკოს ეხლანდელი მოწინააღმდეგის. ჩემი აზრით, დონეებს შორის, ანუ ამასთან შედარებით ვერ ჩხუბობთ. პირდაპირ გეტყვით მაო გამოცდილებას არა გაქვთ ამდენი რაც ამას აქვს. ნუ ანუ გამოცდილება აქვს რა თქვენთან შედარებით ძალიან დიდი, ანუ დიდი სხვაობა რა თქვენ შორის, ჩემი აზრით ეგრეა ძმაო. რა ვქნა ეხლა თქვენ შენ თუ ამას ებრძოლები და კლინჩი დაიწყებ მარტო და ჭიდაობას, ეგ სხვა არის, მაგრამ ეხლა როგორც ასეთი ჩხუბის დროს და გაცვლებში, გაჩი თოკო 2 წუთი დამაცადე. თოკო ლონკაც დამაცა 2 წუთი ლონკაც დამაცადე 2 წუთი გამოიწვია მაღლაფერიძე ამ კაცს ეხლა აქ ბრძოლა და მოდი ვერ გადავწყვიტავთ ჩვენ გიო ამიტომ რაღაც ვიტყვი და ვსიო ანუ შენი სპარინგები ვნახე ძმაო აი ერთი კვირის წინ იყო მგონი სპარინგები და ნახდათ გეუნები რომ არ მომეწონა პირდაპირ გეუნები ძმა თან პირველივე რაუნდში რავი დანებდი მებრძოლი სული მე სხვანაირად ნახე თოკო 2 წუთი კი ვიცი დამაცა 2 წუთი მებრძოლი სული მე სხვანაირად მიმაჩნია ძმაო და სხვანაირი მებრძოლი სულის მატარებლები ვიცი ძმაო აქ ვინც დადის რავი ყველა მებრძოლის სული მატარებელია ძმაო და ყველას უნდა ისეთი ბრძოლა შეთავაზოს თავის მოწინააღმდეგეს რომ აი სისხლი და მეტი სანახაობა თავისთავად გამა მაგისსა რომ ხალხს ასეთი რაღაც შეთავაზო და მაყურებელს ზოგადად ეგ სიამონებს მაყურებელს სისხლი და მეტი ჩხუბი და გამბედაობა და შენ რაც შეგატყვი ძმაო სპარინგებზე ეგ არ გამოგიჩენია ჩემი აზრით რა და ანუ ეს ბიჭი გამოირჩევა თავისი გამბედაობით გულით ჟილკით მე რაც შევატყვი ხა ტექნიკა დიდი აქვს თქო ვერ გეტყვი მაგრამ გული აქვს ძმაო ჟილკა აქვს გული აქვს იბრძვის რაც შეუძლია ფორმაში არის ხოლმე ხან არ არის მაგრამ რას ვიზავთ გული აქვს ხან არის ხოლმე ლუკა ძმაო 29-ში ვნახოთ ყველაფერი რა როგორ იქნება შეიძლება სპორტული გამოცდილება ჩემზე მეტი ქონდეს მაგრამ ვებრძოლები ბოლომდე ძმა ამასთან მე ბრძოლას არ გავაჩერებ ნამდვილად ვიცი მაგრამ მე არ მომწონს ბატონო არა აუშს არა გაჩი თავი მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კეთილი ლუკა შენ გაქვს სათქმელი კიდე მე აი ეს ყური მოვკარი რა იქით ვიჯექი და ის მაღალი დონის ბრძოლები მაქვს ჩატარებულიო ჯიგარი ხარ გენაცვალე კაი ბიჭი ხარო ხო კაი ბიჭი ხარო ჩხუბობ ხო და იძახით ქუჩის მოჩხუბარი ვარო და კრივში გაქვს მაღალი ისი დონის ბრძოლები ჩატარებული ქუჩის მოჩხუბარი ხარ მოკრივე ხარ ვინა ხარ ბიჭო ქუჩის მოჩხუბარი ვარ არა ქუჩიდან მოვედი მეთქი სპორტში ქუჩიდან სპორტსმენიც არა ვარ მეთქი მე თავიდან აღნიშნე გამაში მოვედი საჩხუბრად კაცო მაგრამ ეხლა ახლა მომიწია იქ საფრანგეთში ვიყავი ბარაჟნიაკი ვიყავი იქ ვიყავ ვიჩხუბე ძმაო და შენ თუ ჩვენთან პირადად რამე გაინტერესებს
გეუბნები პირდაპირ, აბა შენ როდის მოგისმენია რომ მე ესე მოკიბულად ვლაპარაკობდე რამეს, პირდაპირ გეუბნები, აბა რა შვები. შენი მაღალი დონის ბრძოლა მე გამას რინგზე ჯერ არ მინახია ძმაო. მაგის შეურაცხყოფად არ მიიღო, მე გეუბნები სანახაობრივად შენი ბრძოლა, არასდროს მაცადე ერთი წუთი. არასდროს შენი ბრძოლა არ ყოფილა მაღალი დონის, ასე რო ვთქვათ რა, აი როგორ შენი ძახი რომ მაღალი დონის და რაღაც. მაღალი დონის მაცადე მე არ ჩემს მაღალი დონის მებრძოლი და არც მე კაცო შენ შენი აზრია ეგ შენი აზრია დაუძინია ეგ შენი აზრია შეგიძლია რამე გინდა კიდე შემოდი და მეუბნები ბიჭო ასე მეუბნები ბიჭო შეგ შენი აზრია და გულის ჯიბეს შეინახე და ჩაიდე კარგად შენ ჩაიდე კარგად ხო ჩაიდე რომ კარგად შენახე ხო და აგერ ბიჭები არიან მართლა მაღალი დონის მებრძოლები აგერ ქიმაძედან დავიწყოთ და აი თუ გინდაც აი ბურდუჩიანი პუშკინად დამთავრებული მაღალი დონის ბრძოლებს ატარებენ მართლა რა ჩემი შეფასებით გაიგე შენი შეფასება ჯერ ერთი შენი შესაძაფებელი მე არაფერი არ უჭირს იმიტომ რომ შენ არც გაფასო შენ რა უნდა შეგაფასო შენ ბიჭო გაიგე შენ რა უნდა შეგაფასო შენ მეტი რინგზე მიგიღო შენ რა უნდა შეგაფასო შენი მიღებული რა შენ მოდი ბიჭო შენ რა მიიღო აუ ამდენი ხანია ბიჭო ამდენი ხალხი დგა სად უნდა შემოვიდე ხალხი რო არის ბევრჯერ მეტი ჯერ ვარ აქ ნამყოფი და შენზე ბევრად მაღალი დონის ბრძოლები მაქვს ჩატარებული, გაიგე ბიჭო? და ხო, ხედავ შენ თვითონაც მეთანხმები ბიჭო. ხო და ჯერ მოდი და მაღალი დონის მებრძოლები მაინტერესებს მეთქი, ამას ვიძახი და როდის გითხარი? აი მაშინ ცოტა ისეთ ბიჭთან რამდენი რატო ვარიშვილი ცუდი ბიჭია ძმა ცუდი ბიჭი რატო არის ძმა ხო ეჩხუბე ძმა ეჩხუბე ხო რა მოხდა მე რა მოხდა აგერ კოტრიალობი კოტრიალებია ჩემი თავდექი და შენ ვეღარ ადექი მე რა მე მაღალი დონის მებრძოლები მე რა ხო მე რა რომ კოტრიალობ მე რა აი მე რო დავეცი და დამეძინა მე რა შენ მე რო დავეცი და კოტრიალობდი მე რა ეხა შენსაზე პასუხი არ აქვს დაცემია მოდი მაშინ მე რასაც მინახები შენ იმაზე პასუხი არ აქვს გაიგე რას მე რაღაცები ჟიარები მაღალი დონის შეგებია ზოგი ჩემზე მაღალი დონის აია იმაზე უნდა მაღალი დონის აიგე შენსაზე უნდა თქვენ იმაზე მაგ პასუხი აუ მოდი რა ორ მაშინ მემგერები აქ გაიგე ესე საუბრი ორ მაშინ მემგერები აქ შენ თურმე გაინტერესებს ლაპარაკი და რინგი გამოვიდა აუ მოდი ამასთან ლაპარაკს აზრი არა იმიტომ რომ ორ ხმაში მემღერება აქ და არავის არაფერი არ ესმის რა ვის რა გავაგებინო ვერც მაყურებელი ვერაფერს ვერ გაიგებს და მე ვიძახი რომ აი ამას არ აქვს მაღალი დონის ბრძოლები ჩატარებული და დიდი ხანი კიდევ ვერ ჩაატარებს რა და მოდი ჯერ დახვეწე ჩემთან რას ჩაატარებ კაი მე რამდენი ხარ ბიჭო ჩემთან ჩაატარებ და აგერ დაეცემი სადღაცას მოიტა კარგი ეს ფიქრო მოდი ბიჭებო გადავიდეთ ისევ დაგეგმილ ბრძოლებზე რავი რაც აურზაურია ლუკა შენ მაღლაფერიძესთან გიმუშავე ბრძოლას თორნიკე შენ ალექსისთან გაქვს უკვე 29-ში სულ ერთ კვირაში ბრძოლა და ჩვენ კიდე main event-ები გველის წინ მაშასე ხო არ დაგავიწყდათ რომ ჩვენი გრან პრი რომელშიც მოგებული 25000 ლარს ჩაიჯიბებს ჯერ კიდე ჩართულია და ამ ივენტზე 29-ში გველის უკვე გრან პრის ნახევარფინალი 73 კილოგრამში და მე დიდი სიამაყით ვიხმობ ზურა უშიშავი მარგიშვილი და მისი მეტოქე რადო იოსელიანი გამარჯობა ბიჭებო ეს ბრძოლა უნდა ჩატარებულიყო ჯერ კიდე წინა თვეს თუმცა ჯერ ზურამით კი ნამუშტი მე ლადოვაცით კი ნამუშტი როგორ გაქვთ მუშტები ხოძეა შესანიშნავი თქვენ თვითონ როგორ ხოძე ხართ შენ რა გაცინებს კეთილი
მეგობრებო, მოყევით აბა როგორ მზადყოფნაში ხართ, ზურა შენით დავიწყებ, სერიოზული მეტოქე გიდგას წინ. არავისთვის არ არის დიდი სეკრეტი ის, რომ ანდერდოგი ხარ ეგრეთ წოდებული ამ ბრძოლაში. რამდენად ეთანხმები ამ შეფასებას და რა გეგმა გაქვს ამ ბრძოლასთან დაკავშირებით? პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. რა მაგას არ აქვს მნიშვნელობა, ანდერდოგი ვიქნებით ფავორიტი. მაინც უნდა შევიდე, ჩემი საქმე უნდა გავაკეთო. ლადო, შენაც გვეტყვი, როგორ მზადყოფნაში ხარ, რამდენად ბოლომდე მოიშუშე ტრავმა და რამდენად სერიოზულ მეტოქეთ მიგაჩნია ზურა? მოგესალმებით. მე მზად ვარ 100%, короче. ზურა, როგორც ყველა მეტოქე, ერთნაირად ყველა არის ბრძოლა რო გამოვიდა უკვე მებრძოლია ეს ბიჭი და პატივცემ მაგას მე ვარ ისე მზად ვარ როგორც გაჩვენდა короче 29-ში master class რა შესანიშნავი მოდით ცოტა მოვლენებს გავექცევი წინ და ფინალში ვინ არის ხო იცით? შენიცი? ნაირი ხო? ნაირ მელიქიანია ზურა ფინალში თუ არ იცოდი. რამდენად ასე ვთქვათ წარმოგიდგენიათ ანუ ნაირთან ბრძოლა მზად იქნებით უკვე თუ არა რომ ჩაატაროთ ამ ბრძოლის შემდეგ? ნუ ჩავთვალოთ რომ მაგალითად შენ მოიგე ზურა და ნუ იგივე კითხვა შენთან არა იქნება ლადო. ერთ თვეში მზად იქნები რომ ნაირი მიიღო თუ მაისისკენ გადავიტანოთ? ერთ თვეში. შენ რა სიტყვი ლადო? მე ყოველთვის მზად ვარ ერთ თვეში, ორ კვირაში, სამ კვირაში მაინც მზად ვიქნები. შესანიშნავი. აპლოდისმენტები ჩვენს მებრძოლებს. ჩვენს მაყურებელს შევახსენებ რომ გრან-პრის ბრძოლები და ეს ბრძოლაც არაა გამონაკლისი, ყველა გრან-პრის ბრძოლა ტარდება მხოლოდ შიშველ მუშტებზე. აპლოდისმენტები ჩვენს მებრძოლებს. რა კითხვა? ისე თქვენზე ამბობენ, რომ ძალიან ხმაურიანი ადამიანია და ძალიან ბევრს ლაპარაკობს და მართალია? კი. მადლობა. შესანიშნავი, კიდე კითხვები ხო არ გვაქვს? არა. კეთილი, დავაბრუნოთ მიკროფონები. და დაუპირისპიროთ ბიჭები ერთმანეთს. ზურა მარგიშვილი, ლადო იოსელიანი. კამერებისკენ ბიჭებო. აპლოდისმენტებით გავაცილოთ ჩვენი მებრძოლები. შესანიშნავი. მაშასე პირველად 84 კილოგრამში საჩემპიონო ბრძოლა. რა 84? 84. უიმე ხო 84. დავიღალე. თორნიკე სულ შენი ბრალია ყველაფერი რა, ამრიე. 84 კილოგრამში სულ მალე ჩემპიონი ეყოლება. და ეს ორი ვაჟკაცი რომლებმაც ეს საჩემპიონო ბრძოლა დაიმსახურეს არიან ნიკა ბურნუშიანი და ნიკა ჩიტიშვილი. მიკროფონები დაითრიეთ ბიჭებო. მაშასე ძალიან მიხარია რომ ასეთი უმაგრესი ბრძოლა გველის და 84 კილოგრამ კატეგორიას სულ მალე, სულ რაღაც ერთ კვირაში ახალი ჩემპიონი ეყოლება და რომელი იქნება, თქვენ როგორ ფიქრობთ? თქვენგანი. რას გვეტყვით, აბა? კარგი. დავიწყოთ. ნიკა, შენით დავიწყებ. მოგესალმებით სულ ყველას. ნიკა ვარ ბურნუჩიანი. ერთ-ერთი თბილისელი სომეხი ბიჭი ვარ, რომელსაც ძალიან დიდი მიზნები ამოძრავებს ამ ცხოვრებაში და მე ჩემი დიდი მიზნებისკენ ერთ პატარა ნაბიჯს გადავდგავს ზუსტად 29 მარტს, აი ამ რინგზე.
მაგისთვის ძალიან ბევრი მაქვს ნაშრომი, ძალიან ბევრი სისხლი მაქვს დაღვრილი, ძალიან ბევრი ოფლი მაქვს დაღვრილი და ძალიან დიდი შრომა მაქვს ჩადებული მაგ ყველაფერში. 100%-ით ვარ დარწმუნებული ჩემ თავში და 100%-ით ვარ დარწმუნებული ვარ იმაში, რასაც გავაკეთებ. რას ვიტყვი? ჩემი მომზადება გავიარე ჩემპიონთა აკადემიაში, ჩემს ძმებთან. ძალიან მაგარი კემპი ჩავატარეთ, როგორც შეგვეძლო, მაქსიმალური შედეგი დავდეთ და მაგ შედეგს მე 29-ში განახებთ. ბევრი სიურპრიზი მაქვს, ბევრი სიურპრიზით ვარ მოსული და მაგ სიურპრიზებსაც 29-ში დაგანახებთ ყველას. მზად ვარ, დატენილი ვარ ისე როგორც არასდროს არ ყოფილ ვარ და მზად ვარ ჩემი ცხოვრების პერფორმანსი დავდო 29-ში. ნიკა, შენ რა სიტყვი? შენ როგორ მზადყოფნაში ხარ და მოგვიყევი, როგორ გაიარე მომზადება? მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში უსამძიმებლობ გიორგის ოჯახს და მის მეგობრებს. რაც შეეხება ბრძოლას, ჩემთვის არანაირი განსაკუთრებული ბრძოლა არ არის, ჩვეულებრივი მორიგი ბრძოლა არის, ხოლო და არის განსხვავება რაუნდებს შორის და ჩემ მომზადებას შორის. ძალიან დიდი განსხვავება ჩემს წინააღმდეგობას და ახლანდელ მომზადებას შორის, ჩემი წინაბრძოლები იყო მხოლოდ წონის კლება და რინგზე გამოსვლა, ახლა კიდე ბევრად კარგ ფორმაში ვარ და ამას ვნახავთ 29-ში. შესანიშნავი. რავი, მე პირადად შეკითხვა არ მაქვს, მე უბრალოდ მინდა რომ მალე გაიაროს ამ 7 დღემ რომ ეს ბრძოლა ვიხილო, თუმცა არის აგერ ერთი შეკითხვა. დიახ, მე მაინტერესებს თქვენ ბრძოლისთვის უფრო ემზადებით თუ იმ ინტერვიუსთვის, რომელზეც უნდა იმართლოთ თავი, რატომ არ იმუშავა თქვენმა გეგმამ ამ ბრძოლის ტაქტიკამ. ორივეს პასუხი მაინტერესებს. პირველი ვინ იქნება? კომენტარო დავტოვებ მაგას და ყველაფერს დაგანახებთ 29-ში და რომელი ინტერვიუ გაამართლებს, რომელი არ გაამართლებს, მაგასაც ვნახავთ. კარგით. შემოშინდა თქვენ? მე არ ვმზადებ მაგისთვის. კარგით. მადლობა. შესანიშნავი. კარგი. ბიჭებო, მე მგონი მზად ვართ. დავაბრუნოთ მიკროფონები და დავუპირისპიროთ ჩვენი ნიკები ერთმანეთს. ნიკა შვიდიშვილი, ნიკა ბურნუჩიანი, ხუთრაუნდიანი საჩემპიონო ბრძოლა გველის და სულ მალე ერთ-ერთი მათგანი გახდება 84 კილოგრამის ჩემპიონი. კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები ბიჭებს. მაშასე მეგობრებო, სულ ეს იყო Kama Inglorious Bastards. Kelly სულ მალე 29 მარტს ჩვენ კი არსად არ ვიშლებით გამაბარი და ჩვენი სპონსორი ვალხალა გვიმასპინძლება ფრიშოთებით. წავედით თავლით.